ბიძინა ივანიშვილი რაჭის მოსახლეობის პირისპირ. როგორ ხედავს ყოფილი პრემიერი მთის განვითარებას და რა ფორმით აპირებს ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩართვას? როგორ აფასებს განვლილ 4 წელს პოლიტიკურ პარტიებსა და ეკონომიკის ზრდის ტემპს? ბიძინა ივანიშვილის მთავარი გზავნილებით თამარ ციკლაური. ცეცხლის შეწყვეტის ახალი შეთანხმება უკრაინაში გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შუამავლობით. უზრუნველყოფს თუ არა 7 დღიანი ზავი კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტას და მოხდება თუ არა გამყოფი ხაზიდან შეერაღებული ძალების ეტაპობრივი გაყვანა. კეთი ჩოხელი დეტალებით. მშვიდობისა ეს 2030-ია გადაცემის ნახვა 2030-ის Facebook გვერდზე შეგიძლიათ გადაცემის მოსმენა კი რადიო უცნობის საშუალებით FM 98-და და 1-ზე. მე მაკაცინცაძე ვარ და 2030-ის ჟურნალისტებთან ერთად დღის მთავარ თემებს წარმოგიდგენთ. ბურჭულაძე გვარამია სკანდალურ აუდიო ჩანაწერი და შეკითხვები, რომელიც მისი გავრცელების შემდეგ გაჩნდა. ვინ ვის უსმენს და აძლევს თუ არა კერძო ტელევიზიის დირექტორი თავისუფლებას პოლიტიკური ძალის ლიდერს ულტიმატუმი წაუყენოს, რაც ეუბნება მსგავსი ჩანაწერი პოლიტიკურ სუბიექტებს. 2030-ის შეკითხვებს პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი უპასუხეს. ასევე დღეს რა იდეური კავშირი აქვს ახალ მემარჯვენეებს პაატა ბურჭულაძის პარტიასა და ბლოკში გაერთიანებულ ყოფილ ნაციონალებთან. რა შედეგზეა გათვლილი ეს გაერთიანება, როგორ აფასებს მანანა ნაჭყებია ბლოკში მიმდინარე პროცესებს და მისაღებია თუ არა მისთვის ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის შინაარსი. მანანა ნაჭყებია სტუმრა დღეს 2030-ში. მოსალოდნელია თუ არა ვითარების დესტაბილიზაცია და შეძლებს თუ არა ხელისუფლება პროვოკაციების აცილებას. რაზე მიანიშნებს ბურჭულაძესა და გვარამიას შორის შემდგარი სატელეფონო საუბარი და ვის ინტერესში შედიოდა მისი გავრცელება. 2030-ის შეკითხვებს ირაკლი სესიაშვილი უპასუხებს, მანამდე კი დღის სხვა თემები. შეხვედრები რეგიონულ მედიასთან ამჯერად ამბროლაურში, თუმცა ერთი განსხვავებით რაჭაში მედია საშუალებების სიმცირის შედეგად ყოფილ პრემიერს ტელეკომპანია GDS-ის ახალი გადაცემის ფორმატში რაჭაში ყველაზე მეტი შეკითხვა ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა დაუსვეს. ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, ჯანდაცვა, ეკონომიკა და რა თქმა უნდა პოლიტიკა. ეს იყო ის მთავარი თემები, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა ამბროლაურში მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. როგორ აფასებს ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის 4 წელს? რას პასუხობს ის ოპონენტების ბრალდებებს და ყოფილი პრემიერის მოსაზრებები ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე? პირდაპირ ეთერში თამარ ციკლაური გაგაცნობთ. თამარ, მოგესალმები და გისმენთ. საღამშვიდობისა. დღეს გადაცემა შეხვედრები რეგიონულ მედიასთან რაჭაში განსხვავებულ ფორმატში წარიმართა. ბიძინა ივანიშვილს ყველაზე მეტი კითხვა არა ჟურნალისტებმა, არამედ სკოლის მოსწავლეებმა, სტუდენტებმა, ექიმებმა, მასწავლებლებმა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა დაუსვეს. ადგილობრივებმა ყოფილ პრემიერს რეგიონში არსებული პრობლემებიც გააცნეს. ერთ-ერთი მთავარი თემა ქვეყნის ეკონომიკა იყო. ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მიუხედავად რეგიონში არსებული კრიზისული ვითარებისა, საქართველო მოახერხა, რომ რეგიონში ეკონომიკის ზრდის ტემპით პირველ ადგილზეა. გარდა ამისა, ყოფილი პრემიერის აზრით 7-8 წელიწადში ეკონომიკის გაორმაგება ქვეყანაში რეალური პერსპექტივაა. მიუხედავად იმისა, რომ რთული რეგიონალური კრიზისი და პრობლემებია, საქართველო არის ლიდერი ზრდის ტემპით. როგორც საოცრება არ უნდა იყოს და ოპონენტები გვიკიჟინებენ, რომ 3% ნახევარ და 4%-ით ტრაბახობთ, სიდუხჭირეში ყველაზე ზრდის ტემპით საქართველო არის პირველ ადგილზე რეგიონში, რომელიც არ ყოფილა არასდროს. 7-8 წელიწადში მე ვფიქრობ ეკონომიკის გაორმაგება არის ძალიან რეალისტური, თუ კიდევ რამე უბედურება არ დატრიან არ რეგიონში, ან ევროპაში, ან რაღაც კიდევ არ მოხდა კატაკლიზმა, ეკონომიკის ზრდა უნდა დაიწყოს და საქართველოს როგორც არის ზრდის ტემპი სხვაზე მაღალი რეგიონში, ისევე როგორც რეგიონში ზრდა მოხდება, საქართველოს ტემპი უნდა შეინარჩუნოს და უნდა იყოს სხვაზე მაღალი, შეიძლება მაღალი ზრდის ტემპებში ჩვენ მოახერხოთ უახლოეს დროში ეკონომიკის გაორმაგება ერთსულ მოსახლეზე წარმოებული პროდუქციის და ეს პრინციპულად და თვისობრივად შეცვლის ჩვენს მდგომარეობას. აი ესე მიმაჩნია მე, რომ ერთსულ მოსახლეზე $10,000 უნდა გადავაჭარბოთ ჩვენ წარმოებული პროდუქციას საერთაშორისო დოლარში ანგარიშება ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზია, ეს არ გახლავს ჩვენი ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზი, თუ ჩვენ შევინარჩუნებთ ის, რაც 4 წლის განმავლობაში დავაფუძნეთ ეს ჭეშმარიტი დემოკრატიული ინსტიტუტების შენობილობა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ და გავამყარებთ ამ მიმართულებით
სწორედ ავირჩევთ ხელისუფლებას, გავაკონტროლებთ და იგივე მიმართულებით წავალთ, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი შანსი, რომ 7-8 წელიწადში, მაქსიმუმ 10 წელიწადში ეკონომიკა გავაორმაგოთ და აქ თვისობრივად შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია საქართველოში ყველა მიმართულებით. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც რაჭაში ჩასულ ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ადგილობრივებმა წამოჭრეს, ადგილობრივი წარმოების ღვინოს შეეხებოდა. ამ თემაზე საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ რაჭველებს ყველაზე მაგარი ბრენდი ხვანჭკარა აქვთ, რასაც დაფასება სჭირდება. მისი თქმით, ლოგიკური იქნება, თუ ღვინის წარმოება მხოლოდ ადგილობრივი ჯიშებით მოხდება და ღვინოც ადგილზე ჩამოისხმება. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა, საავტომობილო გზას შეეხება. გზაზე მე თავშივე მაგით დავიწყე, რომ მართლაც ერთ-ერთი ჩემი დაპირება იყო და ხელისუფლებაში ყოფნის დროს და მოყოლებით იქიდან ყველა წელიწადს გადაქონდა წელსარა გაისა და ეხლა პროექტი უნდა დასრულდეს რამდენიმე კვირაში და თუ გაისათაც არ მოხდა, მაშინ ისევ ჩემი საშუალებით გავაკეთებ. რაც შეეხება რეგიონალური ბრენდები, რომ არ იყოს შეგრევა, ხო? ამ ხრივ გახსოვს აქ რომ სასულხმო ყურძენი შემოქონდათ. უნდათ განზაება მუჯურაულსა და ალექსანდროულს შორის და ეს ხვანჭკარა ყველაზე მაგარი ბრენდი გაქვთ რაჭველებს. რაც მართალია, ხო ესეთი ბრენდი საქართველოში არ არის, როგორც ხვანჭკარა. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ძლიერი ბრენდია. ეს დამოკიდებულება რაც არის საზღვარგარეთ, როგორც ვიცი, მე საფრანგეთია ძალიან სერიოზული ღვინის ქვეყანა. ალბათ ჩვენთანაც იგივე უნდა მოხდეს და დაფუძნდეს. რამდენად ქარხანის მშენებლობა უნდა ვაიძულოთ, თქვა, მწარმოებელს ყურძნისას ან ბიზნესმენმა მოიფიქროს და აკაშენოს, ხო ეს კითხვებია იზოლებაზე, თორე რა თქმა უნდა სწორედ და ლოგიკურია, რომ ყურძნის შემოტანა არ უნდა მოხდეს და ამაზე სახელმწიფო მიზრუნა და თუ შეამჩნიეთ იზრუნა, რომ ადრე რომ იმოხდეს ცდილობები ამ და წელსაც უნდა იზრუნოს, რომ არ მოხდეს რამე შეგრევა, რომ ეს უნიკალური ბრენდები კარგად დავიცვათ და რა თქმა უნდა სასურველი იქნება, რომ აქვე ჩამოისხეს, რაც ასე მგონია. დღევანდელ გადაცემაში გაირკვა, რომ ფონდი ქართულ TBC ბანკთან ერთად ოვნის მხარეთმცოდნეობის პროექტის განხორციელებაში ჩაერთვება. ყოფილმა პრემიერმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ამ საკითხზე ერთ-ერთმა სკოლის მოსწავლემ ისაუბრა. ბიძინა ივანიშვილის მან დახმარებას თხოვა, რადგან როგორც თავად აღნიშნა, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ონში ახლა მძიმე სიტუაციაშია. მისი თქმით, TBC ბანკს ჰქონდა პროექტი, რომელიც უნდა განხორციელებულიყო, თუმცა ეს პროცესი ამ დრომდე არ დაწყებულა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, მას ჰქონდა ინფორმაცია ამ პროექტის შესახებ. თავად მამუკა ხაზარაძისგან და მას თანადაფინანსებად შესთავაზა, თუმცა მას შემდეგ ხაზარაძე ამ საკითხზე არ შეხმიანებია. გადაცემის მსვლელობის დროს კი ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, რომ სარეკლამო ჭრის დროს TBC-ის ხელმძღვანელობასთან შედგა კომუნიკაცია და გადაწყდა, რომ ქართულ ფონდი პროექტის განხორციელებაში ჩაერთვება. გაზაფხულზე ახლა უკვე გვიანია ალბათ დაწყება. თუ მას არ გაუჩნდება ამის სრული და მე მგონი გაუჩნდება და დიდი ენთუზიაზმით იყო მომართული, მაშინ მე ჩაუდგენ მაგას სათავეში და აუცილებლად უნდა გაუწიოთ ამ მართლთან. კი ბატონო, არა თუ ლობირება ეს კერძო კომპანია ხაზარაძეს ბევრი პროექტები გაუკეთებია, მას ქველმოქმედებაში კარგი წვლილი აქვს, დიდი წვლილი აქვს ძალიან. მე ეს ინიციატივა ძალიან გამეხარდა მისი. დაგვიკავშირდნენ როგორც მითხრეს ოპერატორებმა TBC ბანკიდან. ეს პროექტი ჯდება 4 მილიონი ნახევარი და მას სჭირდება ჩემი თანადაფინანსებაში მონაწილეობაც, რადგან მე საჯაროდ გიცხადებთ, რომ მივიღებ მონაწილეობას. მარტო ვერ გავაკეთებ, ესე განაცხადა და ჩვენ ერთად გავაკეთებთ. მეც რამდენიც დაჭირდება დავეხმარები და ერთად გავაკეთებთ. ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ თემებსაც შეეხო. მან დავით უსუფაშვილის განცხადებას უპასუხა, სადაც ის ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მას პრემიერობა შესთავაზა. ყოფილი პრემიერი ამ განცხადებას სიცრუეს უწოდებს. მისი თქმით, მან უსუფაშვილს რესპუბლიკური პარტიიდან წამოსვლა და არა პრემიერ-მინისტრობა შესთავაზა. აბსოლუტური სიცრუეა, რომ რესპუბლიკური პარტია უნდა გამხდარიყო ძირითადი ძალა და უსუფაშვილი პრემიერ-მინისტრი. აბსოლუტური სიცრუეა, თანაც კვირიკაშვილი არის მისი აღმოჩენა. ესეც აბსოლუტური სიცრუეა. მართლაც ჰქონდა საუბარი და მან გამოიტანა, რომ კარგი იქნებოდა თუ დაშორდებოდა რესპუბლიკურ პარტიას ეს სიმართლე თქვა ნამდვილად. და ერთადერთი მიზეზი ამის ის იყო, რომ იმისთვის რომ მას ეზრუნა რესპუბლიკურ პარტიაზე ყველაფერს ანგრევდა და დესტრუქცია იყო ძალიან დიდი მისგანაც და მისი პარტიისგანაც. კოალიციაში მყოფი პარტნიორები ოპოზიციად მოევლინებოდნენ ძირითად პარტიას ამ კოალიციის, ქართულ ოცნებას, დემოკრატიულ საქართველოს და ყველა წევრი აღშფოთებას გამოხატავდა მენეჯმენტში წარმოდგენა არ აქვს მას. მან იცოდა რა მდგომარეობა იყო კოალიციაში, როგორი აუტანლობა იყო რესპუბლიკური პარტიის მიმართ და ძლივს თქვათ მე მქონდა ამაში როლი რომ ვიჭერდი რომ არ დაშლილიყვნენ თქვათ და ამაც წინააღმდეგ შიგნით არაფერი არ მოხდარიყო. რამე თუ ორი შემთხვევა მე დავასახელე მიზეზი. როგორ
მისი განცხადებაც იმ სასახლესთან დაკავშირებით პრეზიდენტის და ერთ-ერთ კანონპროექტზე, როგორ ნაცებთან ერთად, ნაციონალებთან ერთად გაერთიანდნენ და დაუპირისპირდნენ რეალურად ქართულ ოცნებას. როგორ წარმოუდგენიათ ამ განცხადების შემდგომ საზოგადოებას, რომ მოეცათ გადავწყვეტენ უსუფაშვილი გახდებოდა პრემიერი. ხო დაინგრევოდა ქართული ოცნება მთლიანად და გადაირევოდა საზოგადოება. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ყოფილმა პრემიერმა ისაუბრა გუშინ გამოქვეყნებული სატელეფონო ჩანაწერია. მისი თქმით, გავრცელებული სატელეფონო საუბრის შინაარსი ერთ-ერთი ტელევიზიის გენერალური დირექტორის ნაციონალურ მოძრაობასთან მჭიდრო კავშირზე მიუთითებს. რაც შეეხება მოსმენებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს, ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ გამოძიების დასრულებამდე არასწორია ხელისუფლების მისამართი თითის გაშვერა. ასევე მისივე თქმით, ამ ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი სწორედ მოსმენებისა და მიყურადების აღმოფხვრა. მისი აზრით, ამ საუბრის ჩაწერა და გავრცელება გვარამიას უფრო მარტივად შეეძლო, რაც შეეხება გვარამიას განცხადებას, რომ თითქოს მას ბიძინა ივანიშვილი 5 მილიონს თავაზობდა ქვეყნის დატოვების სანაცვლოდ ყოფილმა პრემიერმა ამ განცხადებას ასაცილო უწოდა. თქვენ როგორ ფიქრობთ? გამოძიება მიდის, მაგრამ დავადანაშაულოთ ხელისუფლება არა, უნდა მოუთხოვოთ პირველ რიგში ხელისუფლებამ გააკეთოს განმარტებები, არის თუ არა მონაწილეობა. ეჭვი, კი ბატონო, ეჭვი შეგვიძლია რომ გქონდეს რამე თუ ისევ რესურსებთან არის კავშირში. მათ აქვს საშუალება ამის სხვაზე მეტი. თვითონ მოქალაქეს ამას, მაგრამ ამიტომ დავადანაშაულოთ ხელისუფლებას, მისი გაკეთებულია, ესე არ შეიძლება. ესე არ შეიძლება. თანაც ვინ ადანაშაულებს ამას? ნიკა გვარამია, რომელიც სპეციალისტიც იყო ეგ მაგმოსმენების და მიყურადღების ეს კადრები რო კეთდებოდეს, თავარი პროკურორის მოადგილე გახდათ მაშინ ეს კაცი. დღეს ეს ტელევიზიის საიდან მოხდა ამ ტელევიზიის დირექტორობა და როგორ კბილებით იცავს თავისუფალ მედიას ეს პროკურორის მოადგილე და რატოა იქ არავინ კითხვას აღარ სვავს ახლა და როგორ საუბრობს თანაც. აღმაშფოთებელია რა არის? აი ორ მომენტს გამოყოფდი მე ამ ჩანაწერში. ეს რომ ჩანაწერი არის ნამდვილი, თვითონ დაასაბუთა და ამით ეჭვსაც აღრმავებს, რომ მას ეს უნდოდა პრინციპში, რომ თავისი ვაჟკაცობა ეჩვენებინა ეთყობა ნაციონალებისთვის თუ საკუთარი გუნდისთვის თუ მოსახლეობას ისევ გვემუქრება, არ ვიცი, მაგრამ დიდი ეჭვები არის, რომ მანვე გაავრცელა ეს პრინციპში და მას შეეძლო ყველაზე იოლად საკუთარი ჩანასაუბრების გავრცელება. და ლამის ტყავი გააძრო კაც პარტიის ლიდერს, რომ ესეთი რამე როგორ გაბედეთ, ამას როგორ ამბობენ შენ პარტიაშიო და ის როგორ იმართლებს თავს. აი ეს არის საქმე, დამოკიდებულება ნახეთ. რაღაცებს ამბობს გვარამია და მე უნდა უპასუხო, სასაცილოა, მეტი არაფერია. გვარამია ეგეთია საინტერესო, როგორიც არის საზოგადოებისთვის სხვათა შორის. ეგეთი რუსთავი და ესეთი გვარამია, მე თუ მკითხავ, არის წამალი საზოგადოების განვითარებისთვის. რომ ჩვენ კარგად დავინახოთ ისე მკვეთრი ფერები და კარგად დავინახოთ, ვინ იყვნენ ეს ხალხი, ძველი რომ არ გავიხსენოთ, რას აკეთებდნენ. ძველი რომ არ გავიხსენოთ. ეხლა შეხედეთ რა დღეში არიან. მოსალოდნელია თუ არა დესტაბილიზაცია საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, ეს არის კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ყოფილ პრემიერს კითხეს. ბიძინა ივანიშვილის თქმით, ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ნაციონალურ მოძრაობას მუდმივად ჰქონდა ამის მცდელობა, თუმცა უშედეგოდ. ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პროვოკაციებს, რადგან ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში დაბრუნებას არჩევნების გზით ვერ მოახერხებს. პროგნოზსაც არ მოვერიდები, რომ მე ვფიქრობ 12 წლის გამარჯვების შემდგომ მათ იმ წუთშივე 6 თვეში უნდათ უკვე გადატრიალების მოხდენა და ამისთვის ზაობები რამდენჯერმე ჩემ პრემიერობის დროსაც გაზაფხულზე რო ვერ მოახერხებდნენ გადატრიალებას პირდებოდნენ რომ აი შემოდგომამდე მოითმინეთ ამით ამაგრებდნენ გუნდს შემოდგომაზე აუცილებლად ჩვენ დავიბრუნებთ ხელისუფლებას შემოდგომაზე არ გამოდიოდათ არ ქონდათ რესურსი ისევ გაზაფხულამდე აიმედებდნენ რომ აი გაზაფხულამდე ეხლა დარჩა ბოლო შემოდგომა და რა თქმა უნდა კუთხეში არიან შეღრილები ძალიან კარგად იციან რომ არჩევნების გზით ლეგიტიმურად არავითარი შანსი მათ არ აქვს რომ ხელისუფლება აიღონ 46 კაცი ყავდათ პარლამენტში და ეხლა მაგათი უკეთესი შედეგი 10 კაცია შესაბამისად ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან უკეთესი შედეგი და უარეს შედეგი მაგათი შეიძლება ისიც იყოს რომ პარლამენტში ვერ შევიდნენ და ერთადერთი რაზეც შეიძლება აქცენტი გააკეთონ ეს არის ძალადობა რომ ძალით რაღაც რევოლუცია მოახდინონ და ის კაცი უკრაინიდან გამოდის და დაუფარავად რაღაცებს მოძრავს თავისუფალი ტელევიზიის რუსთავი 2-ის დირექტორიც ნახეთ რა დღეშია და როგორ დაუფარავ განცხადებებს აკეთებს სუნება აქვს ძალიან დიდი მცდელობა აქვს ექნება ძალიან დიდი იქნება პროვოკაციები ალბათ მაგრამ მე ვფიქრობ რომ იქნება რაღაც მინი პატარა პროვოკაციები მეტი რესურსი მათ არ გააჩნიათ თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ პირველ რიგში მთავრობამ თავდაცვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა მაქსიმალურად გააკეთოს მობილიზაცია რომ ეს პროვოკაციებიც თავიდან ავიცილოთ
გაუფორმებელი დიქტატურიდან დემოკრატიული ინსტიტუტების სწრაფ აღმშენებლობაში ვარ ჩართულები. ეს განცხადება კი ყოფილმა პრემიერმა წინა ხელისუფლების 9 წლიანი მმართველობის დროს არსებული ვითარებისა და ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის 4 წლის შედარებისას გააკეთა. ამ კონტექსტში ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა იმ ოფიციალურ სტატისტიკაზე, რომელიც ციხეებში პატიმართა სიკვდილიანობა შეეხებოდა. სწორედ ორი ხელისუფლების შედარებისას თქვა ბიძინა ივანიშვილმა, რომ აუცილებელია თითოეული მოქალაქე მივიდეს არჩევნებზე და დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, რადგან მომავალი 4 წელი მისი თქმით კიდევ უფრო საინტერესო იქნება ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მხრივ. ადრინდელს თუ სიკვდილიანობა ციხეში 2010 წელს 154 პატიმარი, 2011 წელს 140 პატიმარი, 2012 წელს გარდამავალი წელიწადია გახსოვთ, ხო? მაგათი დაკომპლექტებულია ყველაფერი და ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, გარდამავალი ნახე როგორ ეთყობა 57-ით და დღეს 2016 წელს 12 პატიმარი. თითქმის ოჯახი არ არსებობდა, რომ თუ ოჯახის წევრი არა, ახლანდაც მაინც ციხეში არ ყოფილიყო, ხო? ამ ხრივ თუ გავიხსენებთ, რომ მედია იყო მთლიანად მონოპოლიზირებული. აი როგორც დღეს რუსთავი 2 იმართება, ჯგუფისგან ესე იმართებოდა ყველა მედია. ფსევდო დავარქვი მაშინდელ კავკასიას, ფსევდო ოპოზიციურად იკითხებოდა, მაშინდელი მაესტროც ფსევდო ოპოზიციური იყო და ამაზე უამრავი საბუთია უკვე დღეს თუ გამოვხედავთ. რეალურად თავისუფალი მედია არ არსებობდა. არ არსებობდა თავისუფალი ბიზნესი, ყველა ბიზნესი იმართებოდა თავარი პროკურორისგან, ადეიშვილისგან და მისი მოადგილე გახლავთ გვარამია დღეს ყველაზე დიდი დემოკრატი. ნუ ეს არის ცინიზმის უმაღლესი საფეხური გამოვლინების. შეადარეთ 4 წელიწადი მათი მმართველობის 2012-მდე და ბოლო 4 წელიწადი სად ვიყავით და სად ვართ. დღეს ადამიანის უფლებები არის პრინციპულად შეცვლილი. გაუფორმებელი დიქტატურიდან დემოკრატიული ინსტიტუტების სწრაფ აღმშენებლობაში ვართ დღეს ჩართული. რა თქმა უნდა, მოხდა კოლოსალური ზრდა. პრინციპულად შევაბრუნეთ. ამის არ დანახვა წარმოუდგენელია. ჩემთვის მართლა ბრმა უნდა იყო, რომ ეს ვერ დაინახო. სად ვიყავით, რა უფლებები ქონდა მოქალაქეს და სად ვართ დღეს. შემდგომი 4 წელიწადი ამ ხრივ იქნება ძალიან საინტერესო. აი 8 წლის შემდგომ მე ვფიქრობ, რომ საქართველოში მოხდება ხარისხობრივი ცვლილება და ჩვენ უკვე დავამსგავსებით ევროპას. ამას პირველ რიგში ეკონომიკის განვითარება შეუწყობს ხელს და მე დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარება. ყოფილ პრემიერ-მინისტრს კითხეს მამისონის უღელტეხილთან გზის მშენებლობის შესახებაც. მისი თქმით, ამ გზის მშენებლობას ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის დააჩქარებს ბიზნესის განვითარებას. რუსეთის როლის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილის თქმით, აუცილებელია რუსეთთან ურთიერთობების დალაგება, თუმცა არა ოკუპირებული ტერიტორიების ხარჯზე. ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად ყოფილ პრემიერს მთის განვითარების შესახებაც კითხეს, როგორც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, მთა ხელისუფლების პრიორიტეტია. ამის დასტურია უკვე განხორციელებული და სამომავლო დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე შეღავათები მთაში მაცხოვრებელთათვის. ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ აუცილებელია მთას ხალხი დაუბრუნდეს. მადლობა, პირდაპირ ეთერში თამარ ციკლაური საუბრობდა. ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებებს ადრესატების შეფასებები მოჰყვა ბიძინა ივანიშვილის მიერ GDS-ის გადაცემა შეხვედრები ხალხთან. განცხადებების შემდეგ კომენტარები გააკეთეს როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი პარტიის წევრებმა. როგორ პასუხობენ ყოფილ პრემიერს ადრესატები და როგორ აფასებენ ხელისუფლებაში მის განცხადებებს? ლიკა ლელიშვილი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში თემის დეტალებით. ლიკა, მოგესალმები და გისმენთ. დიახ, აპირებს თუ არა ნაციონალური მოძრაობა დესტაბილიზაციას. ყოფილი პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილის გუნდი ხელისუფლებაში არჩევნების გზით ვერ დაბრუნდება, ამიტომ ფიქრობს, რომ ისინი კვლავ ძალადობის გზას აირჩევენ. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით გადატრიალების მცდელობა ნაციონალურ მოძრაობას ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნებზე ჰქონდა, თუმცა ამისათვის საკმარისი რესურსი არ აღმოაჩნდათ. ყოფილი პრემიერისგან განსხვავებული აზრი აქვს ნაციონალურ მოძრაობაში. გიგა ბოკერია არჩევნებში საკუთარი პარტიის გამარჯვებაში დარწმუნებულია. ამასთან ბოკერია ამბობს, რომ ივანიშვილი მთავარ კონკურენტად ნაციონალებს მიიჩნევს. დღესვე ნაციონალური მოძრაობის გარდა ივანიშვილმა ყოფილი თანაგუნდელებიც გააკრიტიკა. კრიტიკამ რესპუბლიკელების ნაწილი გაანაწყენა, როგორც დავით ბერძენიშვილმა 20-30-ს განუცხადა, სატელევიზიო ეთერის დასრულების შემდეგ მან ივანიშვილთან ტელეფონით საკავშირება სცადა, თუმცა უშედეგოდ. რესპუბლიკელები ასე ცუდი ხალხი თუ ვიყავით 2014 წლიდან, როცა პრეზიდენტის სასახლიდან გამოშვებაში მხარი არ დაუჭირეთ ივანიშვილს, 2015 წელს რატომ მიიღო ჩვენი შეთავაზება და თინა ხიდაშელი რატო დაინიშნა თავდაცვის მინისტრად. პირველი შემთხვევა, როცა მან ჩემს ტელეფონს არ უპასუხა. იყო დღეს, როცა მისი ამ სიტყვების შემდეგ მე მას დაურეკე. აწუხებთ ნაციონალურ მოძრაობა და ამაზე ლაპარაკობს მხოლოდ არაფერი სხვა სათქმელი არ აქვს. ზუსტად ამიტომ. და იმის გამო რომ 4 წელია მავნებლობის გარდა არაფერი არ უკეთებიათ, 8 ოქტომბერს ხალხი მათ გადაირჩევს და მთავრობამ უნდა მიუხედოთ საქმეს რეალურად.
ნაციონალური მოძრაობის მხრიდან შესაძლო დესტაბილიზაციის მცდელობაზე დღესვე განცხადებები მმართველ გუნდშიც გაკეთდა. ხელისუფლების წარმომადგენლები ნაციონალური მოძრაობის მხრიდან სპეკულაციებს არ გამორიცხავენ. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ რესპუბლიკელების მიმართ ყოფილი პრემიერ-მინისტრის დამოკიდებულება კი მათივე გაკეთებულმა არაერთმა განცხადებამ გამოიწვია. ნაციონალური მოძრაობა იყო პარტია, რომელმაც უარი თქვა აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა კონტრაქციების არ გამართვაზე. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ამ პარტიის მიერ დაიგეგმა და განხორციელდა კიდეც კონტრაქციები აჭარაში, საქართველოში და საქართველოს სხვა რეგიონებში. კოალიცია როდესაც ჩამოყალიბდა, რესპუბლიკელებმა გარკვეული როლი შეასრულეს ამაში პოზიტიური, მაგრამ დაჩემება იმისი, რომ ისინი ლიდერები და ფლაგმანები არიან, არასწორია. თქვენ გახსოვთ ის პერიოდი, როდესაც ესეთი განცხადებები გაკეთდა, ამან მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი იმას, იმ დაპირისპირებას პოლიტიკურ კოალიციაში. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების კითხვებს GDS-ის გადაცემა შეხვედრები მედიის ფარგლებში დღეს რაჭაში უპასუხა. მადლობა ლიკა ალელიშვილი გვერდთვება და პირდაპირ ეთერში. 2017 წლისთვის სამხედრო ძალების რაოდენობა კვლავ 37,000 იქნება. შესაბამისი გადაწყვეტილება უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღეს. ავლაბრის რეზიდენციაში შეკრება მუდმივ მოქმედი წევრების თითქმის სრული შემადგენლობით ჩატარდა. საბჭოს წევრებს თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის განვითარების სტრატეგია წარუდგინა, რომელიც თავდაცვასა და საფრთხების შეკავებაზე იქნება ორიენტირებული. ოფიციალური ინფორმაციით სწორედ ეს იყო უშიშროების საბჭოს დღევანდელი შეკრების დღის წესრიგის თემები. ანა ბროლაძე გვერდება პირდაპირ ეთერში სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთებული განცხადებებით ანა მოგესალმები და გისმენთ. საღამომშვიდობისა. დღევანდელი სხდომა სავარაუდოდ იყო ბოლო, რომელსაც ირინა იმერლიშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის რანგში ხელმძღვანელობდა. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ წარადგინა და უკვე სხდომის შემდეგ ჩვენ მას ვკითხეთ ოფიციალურად დასახელებული თემების გარდა დახურულ კარს მიღმა იყო თუ არა მსჯელობა მის შემცველზე და გადის თუ არა გიორგი მარგველაშვილი მასთან კონსულტაციას, რადგან დასახელდა რამოდენიმე კანდიდატურა. ნახოთ პასუხი. არა, რა თქმა უნდა, ვერც იქნებოდა, ვინაიდან უშიშროების საბჭოს მდივნის დანიშვნა არის ექსკლუზიურად საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება ჯერ პრეზიდენტს რამდენადაც ჩემთვის ცნობილია მიღებული არ აქვს, რომ მიიღებს ცხადია აცნობებს როგორც მედიას, ასევე ფართო საზოგადოებას. მე უშიშროების საბჭოს მდივანი ვარ მანამ სანამ არ დავდებ ფიცს საკონსტიტუციო სასამართლოში როგორც მოსამართლე. პრეზიდენტი გადის თქვენთან კონსულტაციებს თქვენ შემცველთან დაკავშირებით? ჯერ არ ყოფილა ასეთი. რაც შეეხება დღევანდელი სხდომის დღის წესრიგს, უშიშროების საბჭომ ქვეყნის სამხედრო ძალების რაოდენობა დაამტკიცა, ეს არის 37,000, რომელშიც საბჭოს წევრთა განმარტებით არ შედის საომარი მდგომარეობის პერიოდისა და რეზერვის რაოდენობა. უშიშროების საბჭოს მდივნის ინფორმაციით საკითხს სხდომაზე მყოფმა წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. დღევანდელ შეხვედრას კი მუდმივ მოქმედი წევრების თითქმის სრული შემადგენლობა ესწრებოდა პარლამენტის თავმჯდომარისა და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის გარდა, რომლებიც საქართველოში არ იმყოფებიან. დღესვე საბჭოს წევრებს თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის განვითარების სტრატეგია წარუდგინა, რომელიც 4 წელზეა გაწერილი და 5 მიმართულებას მოიცავს. ლევან იზორიას განცხადებით, მან უშიშროების საბჭოს წევრებს სწორედ ეს მიმართულებები გააცნო. თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, სტრატეგია უცხოელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით უწყებათა შორისი კომისიის ფარგლებში მომზადდა. ლევან იზორიამ ჟურნალისტებს გითხრა, რომ დოკუმენტის დაწერისას მათ ვარშავის სამიტზე მიღებული საფრთხეების შეკავების სტრატეგიითა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაფორმებული მემორანდუმით ეხელმძღვანელეს. ამ დოკუმენტის მთავარი ამოცანა გახლავთ ის, რომ მოხდეს მაქსიმალურად შეერაღებული ძალების ისეთი მოდერნიზება, რომ იყოს თავდაცვაზე ორიენტირებული, საფრთხეების შეკავებაზე ორიენტირებული, რათა პოტენციურ მტერს არ კონდეს არავითარი სურვილი ამ ასეთი შესაძლებლობების მქონე შეერაღებული ძალებისთვის თუგინ თავდასხმის განხორციელების. განხელული იქნა, როგორც დღის წესრიგით იყო გათვალისწინებული საკითხი, რომელიც ეხებოდა შეერაღებული ძალების რაოდენობას. გადაწყვეტილი იქნა, რომ დარჩეს ის, რაც იყო, ანუ არაუმეტეს 37,000-ის. ეს არის პერიოდული შეთანხმება, რომელიც უნდა ხდებოდეს, რომ განისაზღვროს ჩვენ შემდგომი რეფორმებისთვის თუ შემდგომი განვითარებისთვის ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი შეერაღებული ძალების რაოდენობა, შესაბამისად უნდა გაითვალოს ბიუჯეტი ამ რაოდენობაზე და შესაბამისად უნდა ჩაჯდეს ის ეგრეთ წოდებული სტრატეგიული თავდაცვის მიმოხილვაში, რაც ასე აუცილებელია შეერაღებული ძალების განვითარებისთვის.
სამხედროების რაოდენობის შესახებ უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება ბიუჯეტის პროექტთან ერთად საკანონმდებლო ორგანოს გადაეგზავნება და მისი დამტკიცება პარლამენტის უკვე ახალ შემადგენლობას მოუწევს, რაც შეეხება თავდაცვის განვითარების სტრატეგიას. ლევან იზორიას განცხადებით, უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე პოზიციების თანხვედრა მოხდა, დოკუმენტზე უფრო ფართო დისკუსია და მისი განხილვა არასამთავრობოებთან, დაინტერესებულ პირებთან და შესაბამისი სფეროს ექსპერტებთან მინისტრის ინფორმაციით უკვე სავარაუდოდ ოქტომბრის თვეში იგეგმება. მადლობა ანა ბროლაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაყუპული 12 მებრძოლი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივი დაკრძალეს. აფხაზეთიდან გადმოსვენებული ცხედრების იდენტიფიცირება ქართულმა მხარემ რამდენიმე დღის წინ მოახდინა. ქართველი მებრძოლები სამოქალაქო პანაშვიდის სამების საკათედრო ტაძარში 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გაირკვა, რომ უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე ნეშტის იდენტიფიცირება დასრულდება. რეზე ხუძიშვილი დეტალებით. ციცო ლორთქიფანიძე აფხაზეთიდან მეუღლის გადმოსვენებას 24 წლის განმავლობაში ელოდა. ამბობს, რომ მეუღლე ერთ-ერთი შეტაკების დროს დაიღუპა. მეუღლის გადმოსვენებას 23 წლის განმავლობაში ელოდა ნონა გაგნიძეც. 23 წელიწადია ველოდებოდით, რომ საფლავზე მივსულიყოთ, მაგრამ ვერ ვეღირსეთ იქ მისვლას და ეხლა სიხარულიც გვაქვს და მწუხარებაც ორივე ერთად. ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს ბაბუის და მამის საფლავი ექნებათ და მივალთ. გაურკვევლობას ეს ჯობია კიდევ ძალიან გაურკვევლობაში 24 წელი გავატარეთ და დღეს კი მაინც მეწოდინება საფლავი სადაა და მივალ და პატივს მაინც მივაგებ. სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომის დროს დაღუპული 17 მებრძოლის სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა. ცხედრებს იდენტიფიცირება რამდენიმე დღის წინ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდათ. ომში დაღუპულ მებრძოლებს პატივი საქართველოს პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრმა და მთავრობის წევრებმა მიაგეს. დევნთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის თქმით, ამ დროისთვის უკვე 60 მეომრის ნეშტია ამოცნობილი და 100-ზე მეტის იდენტიფიცირება მიმდინარეობს. სამარხები გაიხსნა სოფელ გუმისთაში, ყოჩარაში, ვარჩეში, ოდიშსა და კუკიაზე. სამების საკათედრო ტაძარში დღეს დასვენებულია 17 მეომრის ნეშტი ადამიანებისა, რომლებმაც თავი შესწირეს სამშობლოს, თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას, მათი უმრავლესობა პირდაპირად 18-20 წლის ბიჭები იყვნენ ასაკოვანებიც. პატივს მივაგებთ იმ ტრაგიკული ომის გმირებს და მსხვერპლებს. მადლობას უხდით მათ ოჯახის წევრებს ასეთი შვილების გაზრდისათვის. ვიზიარებთ მათ კივილს და ვამბობთ, რომ ღმერთი გაანათლებს მათ ტანჯულ და წამებულ სულებს. მნიშვნელოვანი დღეა ნამდვილად არა მარტო ოჯახებისთვის, თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის, ვინაიდან ჩვენ უნდა გვახსოვდეს ჩვენი გმირები, არავინ და არაფერი არ უნდა იყოს დავიწყებული. 17 მებრძოლიდან 12 დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო წესით დაკრძალეს. 5 კი ოჯახებმა საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენეს. ამ ბიჭებმა ჩვენ დაგვიტოვეს ძალიან დიდი ვალდებულება, სასიცოცხლო დანიშნულება. ვემსახუროთ იმ საქმეს ერთგულად, რასაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა ქვია. ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, სახელმწიფოსთვის, ისევე ორივე მხარისათვის, ქართული და აფხაზური მხარეებისთვის და რაც მთავარია, ოჯახებისთვის კიდევ ერთხელ ვამბობ, რომლებიც დღეს აქ არიან, რომლებიც არიან ჭირისუფლები დაღუპული გმირებისა და რომლებთაც ექნებათ საშუალება უკვე მათ საფლავებზე დაიტირონ. 2010 წელს წითელი ჯვრის ეგიდით ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც 1992-93 წლებში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხს სწავლობს. დევნთა და განსახლების სამინისტროსა და ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს შორის უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და გადმოსვენების საკითხებზე მოლაპარაკებები გრძელდება. 15 სექტემბრიდან დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედა. შეთანხმება ძალიან სუსტია და არასაბოლოო, თუმცა ჩვენი მედით ვართ განწყობილი, ასე შეაფასა ეს გადაწყვეტილება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელმაც გერმანელ კოლეგასთან ერთად კონფლიქტის ზონა მოინახულა. ევროპელი დიპლომატები უკრაინასთან ერთად კრიზისის დარეგულირების მორიგ გეგმაზე მუშაობენ, რომლის დეტალებს ჯერ არასაჯაროებენ. მინისტრები იმედოვნებენ, რომ შეთანხმებას ნორმანდიული 4-ეულის ლიდერების შეხვედრაზე გააფორმებენ. უკრაინის კრიზისის დარეგულირების მორიგი მცდელობა ნახეთ ქეთი ჩოხელის რეპორტაჟი.
აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძალაში შევიდა. თუ ეს ერთ კვირას მაინც შენარჩუნდება, დაიწყება ნორმანდიულ ოთხეულის ლიდერების შეხვედრის მოსამზადებელი პროცესი. კიევში მყოფი გერმანიისა და საფრანგეთის მთავარი დიპლომატების განცხადებით, უკრაინის კრიზისის დასარეგულირებლად ახალი შეთანხმება მზადდება. ბოლო თვეებში ჩვენ გზაჯვარედინზე ვიმყოფებოდით და დავინახეთ, რომ ჩიხში შევედით, თუმცა ახლა მე იმედის ნაპერწკალს ვხედავ. ეს განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ჩვენ სასწავლო წლის დაწყებისას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა შევძელით. ეს შეთანხმება ძალიან სუსტია და არაა საბოლოო, თუმცა ჩვენ იმედით ვართ განწყობილნი. მომავალ კვირას მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყება. შესაძლოა გაიმართოს სამიტი უმაღლეს დონეზე. მე ვსაუბრობ შეთანხმების ხელმოწერაზე და სამი ზონიდან შეიარაღებული ძალების გაყვანაზე. არ ვისაუბრებ შეთანხმების დეტალებზე, თუმცა ველი რომ ყველა მხარე აუცილებელ ძალისხმევას მიმართავს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. კიევში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები დონბასში გაემგზავრნენ, სადაც ეუთოს მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედებიდან ჯერ რამდენიმე საათიც არ იყო გასული, რომ ეგრეთ წოდებულმა პრორუსმა სეპარატისტებმა და უკრაინის ხელისუფლებამ ერთმანეთის სამშვიდობო რეჟიმის დარღვევაში დაადანაშაულეს. თუმცა უკრაინული მხარე აცხადებს, რომ დონბასში კონფლიქტის დესკალაცია შეინიშნება. ღამის 12 საათიდან ამ დრომდე ანტიტერორისტული ოპერაციის ზონიდან უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის მხოლოდ 6 შემთხვევა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ მტერმა მხოლოდ მსუბუქი იარაღი გამოიყენა. ამგვარად შეგვიძლია დავადასტუროთ ვითარების დეესკალაცია. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებიდან უკრაინულმა მხარემ კვლავ ცეცხლი გახსნა, რაც აჩვენებს უკრაინის სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან ზავის დაცვის სურვილის არ ქონას. აღმოსავლეთ უკრაინაში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების შეფასებისაგან ჯერ თავს იკავებს მოსკოვი. რუსეთის საგარეო უწყება გერმანიას მოუწოდებს, რომ მინსკის შეთანხმების შესასრულებლად კიევზე ზეწოლა გააძლიეროს. აუცილებელია მაქსიმალური ზეწოლა კიევზე, რომ მან მინსკის შეთანხმებები შეასრულოს. ეს პრიორიტეტია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს რამდენიმე სატელეფონო საუბარი ჰქონდა გერმანელ კოლეგა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერთან. შეგახსენებთ, რომ გერმანია ეუთოს თავმჯდომარეა, ასე რომ მასზე დატვირთვა იზრდება. ის ასევე ნორმანდიული ფორმატის წევრია. ფორმალურად სამშვიდობო რეჟიმი დონბასში 2015 წლის თებერვლიდან მოქმედებს, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მუდმივად ირღვევა. 2014 წლის ზაფხულში დაწყებულ კონფლიქტს უკრაინაში 9500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ახლა რეკლამის შემდეგ თქვენ ახავთ. რატომ ჩანს გორში მხოლოდ ირაკლი ოქრუაშვილის საარჩევნო პლაკატები? დაარღვია თუ არა საარჩევნო კოდექსი მაჟორიტარობის კანდიდატმა? მიეცემა თუ არა სხვა პარტიებს პოსტერების გაკვრის საშუალება, რა სანქციებს მიმართავს მერია მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში და რას პასუხობს ქალაქის ხელმძღვანელობას ირაკლი ოქრუაშვილის საარჩევნო შტაბი? 16 სექტემბრიდან აქცია დავასუფთავოთ მსოფლიო დავასუფთავოთ საქართველო იწყება. ვინ ხელმძღვანელობს კამპანიას და რომელი ქალაქების დასუფთავებას გეგმავს გარემოს დაცვის სამინისტრო და რა ფორმით ჩაერთვებიან აქციაში მოქალაქეები. 20 პირდაპირ ეთერში ბრუნდება. ეკონომიკის მინისტრმა რაჭის ტურისტული პოტენციალის განვითარების მიზნით ამბროლაურში მიმდინარე აეროპორტის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. მინისტრი მშენებლობის ტემპით კმაყოფილია და ასევე იმ გარემოებით, რომ მშენებლობაზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. რაც შეეხება ამბროლაურში აეროპორტისა და აეროდრომის მშენებლობას, ეს პროექტი მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის ფარგლებში ხორციელდება და მასზე 8 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია დაიხარჯება. თავდაპირველად აეროპორტი განსაზღვრული იქნება მცირე ზომის საჰაერო ხომალდებისთვის. სამომავლოდ კი ამბროლაურის აეროპორტი 30-50 მგზავრის ტევადობით გათვალისწინებულ საჰაერო ხომალდებსაც მიიღებს. რაჭის ტურისტული პოტენციალის განსავითარებლად საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ამბროლაურში დავიწყეთ ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა, აეროდრომის და აეროპორტის მშენებლობა. დღეის მდგომარეობით მიწის სამუშაოების 45% უკვე შესრულებულია. ამ წუთის მდგომარეობით 51 ერთეული ტექნიკა მუშაობს, 125 ადამიანზე მეტია დასაქმებული, საიდანაც 65 ადგილობრივია. ტექნიკური თვალსაზრისით აეროპორტში მიმდინარე სამუშაოები რაც აკეთება ახლა, რეალურად მიწის სამუშაოები, ყრილის სამუშაოები, აქ ეკეთება მობილური საწვრთნელო საამქრო, ეკეთება მობილური ასოლებების ქარხანა, რითაც შესაძლებელი იქნება სამუშაოს რაც გასწავლად განხორციელება. რეალურად ერთ თვეში გვაქვს დაიგმარებული მთლიანად პროექტის დამთავრება, რაც ნიშნავს, რომ სანამ დამთავრება მოვა უკვე გვიან შემოდგომამდე ყველაფერი იქნება ექსპლუატაციაში გაშვებული.
ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად ევროპის რეგიონიდან საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი აირჩიეს. დავით სერგეენკო კოპენჰაგენში ევროპის რეგიონალური კომიტეტის 66 სესიას ესწრება, სადაც სიტყვით გამოსვლისა საქართველოში ჯანდაცვის სისტემის შესახებ ისაუბრა. დავით სერგეენკომ საქართველოში მოქალაქეთა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვისა და C-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამებიც მიმოიხილა. ჩვენ შევძელით შევმოდით ისეთ ამბიციურ პროექტს, როგორც არის საყოველთაო ჯანდაცვა. ჩვენ ასევე ვამაყობთ, რომ შარშან საქართველომ განახორციელა უკიდურესად ამბიციური პროექტი, C-ჰეპატიტის ელიმინაცია. წელიწადზე ცოტა მეტია, რაც ეს პროექტი ამოქმედდა და მასში 15,000-ზე მეტი ადამიანია ჩართული, ხოლო 10,000 პაციენტზე მეტი უკვე განიკურნა. მერიის გაფრთხილება ირაკლი ოქრუაშვილს გორის მერია ოქრუაშვილს წინა საარჩევნო აგიტაციისთვის გამოყოფილი ფართობის თითქმის მთლიანად ათვისებასა და სხვა პოლიტიკური პარტიების იგნორირებაში ადანაშაულებს. გორში დღეს მხოლოდ ირაკლი ოქრუაშვილის პლაკატებია გაკრული. გორის მერიამ სააგიტაციო სივრცის გასათავისუფლებლად ოქრუაშვილს ერთდღიანი ვადა მისცა. ოქრუაშვილის საარჩევნო შტაბში კი აცხადებენ, რომ სხვა კანდიდატების სააგიტაციო მასალა მათ მიერ დატოვებულ ადგილზე მხოლოდ იმიტომ არ ეტევა, რომ მათ დიდი ზომის თავები აქვთ. ოქრუაშვილის საარჩევნო შტაბის განცხადებები და პოლიტიკური პარტიების პროტესტი. ნახეთ რეპორტაჟი გორიდან. არ მგონია ისეთი იმ ზომის თავი მქონდეს, რომ ვიღაცას აწუხებდეს ჩემი თავი და თუ მაინც პრეტენზიები აქვს, შეგვიძლია დავატოვოთ რა. ერთ-ერთი პირველი, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის შტაბის განცხადებას გორის მაჟორიტარობის კანდიდატების თავების ზომის შესახებ გამოეხმაურა, პაატა ბურჭულაძის პარტია იყო. სახელმწიფო ხალხისათვის გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ოქრუაშვილს თავების დატოვება შესთავაზა. ეს არის უბრალოდ უპატივის მოწინააღმდეგე პარტიის კანდიდატების მიმართ. და რაც შეეხება დიდ თავს, რა ვიცი, ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთოთ, მე ვთვლი, რომ თავის ზომას აზრი არ აქვს, თავარია ამ თავში რა დევს. ირაკლი ოქრუაშვილის შტაბის წარმომადგენლებმა გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების თავის ზომაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც გორის მერიამ ოქრუაშვილს სხვადასხვა პარტიებისათვის წინა საარჩევნო აგიტაციისათვის გამოყოფილი ფართობების მთლიანად ათვისებაში დასდო ბრალი და საარჩევნო კოდექსის დარღვევაში დაადანაშაულა. ოქრუაშვილის პარტიაში მიიჩნევენ, რომ მათ კანონი არ დაურღვევიათ და თუ სხვა პარტიის კანდიდატები ამ ფართობებზე საკუთარ პლაკატებს ვერ აკრავენ, ეს კანდიდატების თავების დიდი ზომითაა განპირობებული. ჩემს მიერ დატოვილ ადგილებზე მათი სააგიტაციო მასალები არ დაეტია. მე პირობას ვდებ, რომ ამის შემდეგ მათი თავის ზომებს გავითვალისწინებ და ადგილებს დავუტოვებ. ირაკლი ოქრუაშვილის პარტიას ტონი და ქმედებები ერთხმად დაუწუნეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა. კონკურენტები ამბობენ, რომ ამგვარი შინაარსის განცხადებები მათი და ამ მრჩევლის შეურაცხყოფაა. მიაჩნიათ, რომ ყველა პარტიამ წინა საარჩევნო აგიტაციისათვის მერიის მიერ გამოყოფილი ფართობები თანაბრად უნდა გადაინაწილოს. მართლ პარტიას თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია. მე ურჩევდი ოქრუაშვილის შტაბის წარმომადგენლებს თავიანთი კანდიდატის პლაკატზე თავის განზომილებას შეხედონ, ამ ხელა თავია და იმ თავში რამდენი ტყუილებია კიდე გაჭიდილი, მაგაზეც დაფიქრდნენ ძალიან კარგად. მსგავსი განცხადებები არის მეტად არასერიოზული და წარმოადგენს საკუთარი თავის და ამომრჩევლის დაცინვას. გორის მერია ოქრუაშვილს ჯარიმებით ემუქრება. მერიის მრჩევლის ჩალვა ტლაშაძის განცხადებით, თუ ოქრუაშვილის სხვა პარტიებს წინა საარჩევნო აგიტაციისათვის გამოყოფილ ფართობებზე სივრცეს არ დაუტოვებს, სანქციებს გამოიყენებენ. ოქრუაშვილს მერიის მოთხოვნის შესასრულებლად ერთი დღე მიეცა. ჩვენ ამ საარჩევნო სუბიექტს ვუგზავნით შეტყობინებას აღმოფხვრას აღნიშნული კანონდარღვევა, დაიცვას დადგენილებით განსაზღვრული წესები. განსხვავებული აზრი აქვს იურისტებს. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ალექსი მერაბიშვილი ამბობს, რომ ოქრუაშვილს საარჩევნო კოდექსი არ დაურღვევია, რადგან კანონი არ განსაზღვრავს მერიის მიერ წინა საარჩევნო აგიტაციისათვის გამოყოფილ ფართობებზე კონკრეტულად რა ნაწილის ათვისება შეუძლია ამ თუ იმ პოლიტიკურ პარტიას. ნებისმიერ პარტიას უფლება აქვს აითვისოს ნებისმიერი ოდენობის ადგილი. ნებისმიერი ადგილი ამ შემთხვევაში ეს რა თქმა უნდა იწვევს სხვა პარტიების გამართლებულ და სამართლიან გულისწყრომას. გორის მაჟორიტარობისთვის 7 პარტიისა და საინიციატივო ჯგუფის კანდიდატი იბრძვის. სააგიტაციო მასალის განთავსება მათი მცირე რაოდენობის ადგილებზე მოუწევთ, რომელიც ოქრუაშვილის პარტიას ჯერჯერობით არაუთვისებია. სააგიტაციო მასალის ჩამოხევა ან მასზე სხვა მასალის გადაკვრა კი კანონით აკრძალულია. გიორგი კვირიკაშვილმა კასპში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა. ქართული ოცნებიდან დეპუტატის მანდატისთვის კასპში ირაკლი მეზურნიშვილი იბრძოლებს. კვირიკაშვილმა კასპის მოსახლეობას პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და დაგეგმილ რეფორმებზეც ესაუბრა. პრემიერის განცხადებით კასპს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა.
პრემიერ-მინისტრი სამგორის რაიონში ამომრჩეველს ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. სამგორის რაიონის მოსახლეობას მარიამ ჯაშის, გიორგი მოსიძის და შოთა ხაბარელის კანდიდატურები გიორგი კვირიკაშვილმა წარუდგინა. ამ კანდიდატების მიღწევებთან ერთად პრემიერმა ასევე ისაუბრა იმ პროგრამებზე, რომელიც უკვე მოქმედებს და ასევე პროექტებზე, რომლის განხორციელებაც იგეგმება. მათ შორის ფონდ ქართულს მიერ ქუთაისში 1 მილიარდი ევროს ღირებულების პროექტი, საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა, ანაკლიის სპორტის პროექტი, ასევე სამთო კურორტებზე ინფრასტრუქტურის მშენებლობა და სოციალური საკითხების მოგვარება. და ეს ადამიანი ფიქრობ ლევან ვარშალომიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ამ ლოზუნგით შეხვედრა ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველს და მათ აჭარაში წინასაარჩევნო პროგრამა გააცნეს. მეტი უფლებამოსილება აჭარის ავტონომიას, უმაღლესი საბჭოს ჩართულობით პროკურორის საბაჟოს, გარემოს დაცვის, საგადასახადო და სხვა სტრუქტურების აჭარის სამმართველოების ხელმძღვანელების დანიშვნა. უმაღლესი საბჭოს ჩართულობით ეს იყო სიახლე ნაციონალური მოძრაობის გზავნილებში. შეკრებილ 900-მდე ამომრჩეველს რეგიონში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის დეპუტატებმა გააცნეს სხვა პროგრამებიც, რომელიც მანდარინის 70 თეთრიან სუბსიდირებას, ასევე ინვესტიციების მოზიდვას და დაწყებული წყლისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციის პროექტების დასრულებას გულისხმობდა. პარტია ამომრჩეველს აჭარაში სულ ცოტა 15,000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას და 2,000 ოჯახზე მეტ ეკომიგრანტის სოციალურად დაუცველსა და ოცნების ქალაქში მცხოვრე პირებს უფასო სოციალური სახლების გადაცემასაც დაპირდა. მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობოების შეფასებით უკანასკნელი ბოლო ამომრჩეველის მოსყიდვის შესაძლო ფაქტად ჩაითვალა. მაინც ავაშენებთ სოციალურ სახლებს, განაცხადა პრეზენტაციაზე ლევან ვარშალომიძე. მემარცხენე ალიანსის ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ ბრიფინგი გამართა. პაატა ჯიბლაძის თქმით, მემარცხენე ალიანსს გააჩნია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ ქვეყანაში არეულობის მოწყობისა და სახელმწიფო გადატრიალების მიზნით ფინანსების განაწილება სატელიტი პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის უკვე დაწყებულია. ლაგოდეხის რაიონში კი სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან ძლიერმა ქარიშხალმა და წვიმამ რაიონის რამდენიმე სოფელი მნიშვნელოვნად დააზარალა. სახურავის გარეშეა დარჩენილი ათეულობით საცხოვრებელი სახლი. ძირფესვიანად არის მოგლეჯილი 100-წლოვანი ხეები, დაწყვეტილია ელექტროსადენები და ასევე დაზიანებულია გაზსადენი მილები. როგორ მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები და რა დაპირება მიიღეს დაზარალებულებმა, დეტალებით ნახეთ თეალა ვერდაშვილის და ასევე პაატა ჯაჭულიანის რეპორტაჟში. აღარაფერი არ დაგვრჩენია, არც აწოლი, არც დივანკრესლუები. სოფელ ჭაბუკიანში მცხოვრები ქურციკიძეების ოჯახი ერთ-ერთია, რომელიც წუხანდელი სტიქიის შედეგად ღია ცის ქვეშ დარჩა. ძლიერმა ქარიშხალმა მათ საცხოვრებელ სახლს სახურავი მთლიანად გადახადა, რის შემდეგაც წვიმამ ოთახებში არსებული ავეჯი, ტექნიკა და სურსათი სრულად გაანადგურა. ისეთი სტიქია იყო ხალხო, რომ დაგვამსო და დაგვამხო ამიდმა ყველაფერნაირად. ჩემი სახლის სახურავი მეზობლის სახლში გადავიდა. დაიწყო წვრილი სეტყვით ქარბორბალათი. იმისანა დღეში ჩავარდით, რომ რა მოხდა უცბად გეგონებოდა, მეხი ჩამოვარდა, რომ დაიძახა ბუხუ ამ სახურავმა იქით. ქურციკიძეების მსგავს მდგომარეობაში ლაგოდეხის რაიონის 10 სოფელში არაერთი ოჯახი აღმოჩნდა. ადგილობრივები ყვებიან, რომ დილიდან საკუთარი სახლის სახურავებს მეზობლების ეზოებსა და ხეებზე პოულობდნენ. ძლიერმა ქარიშხალმა, რომელიც თითქმის 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, ძირფესვიანად მოგლიჯა და დაამტრია 100-წლოვანი ხეებიც. სულ ჩამორიცხა ყველაფერი, გადახადა ათეულობით სახზე კრიშები, მე პირადად ძალიან დამიზიანა ნამშრალი, მარანი, კუხნა, სულ ყველაფერი აბსოლუტურად წყალმა, რა ვიცი, ჩამორეცხა ყველაფერი ფაქტიურად რა. სტიქიისგან დაზიანდა სოფელ აფენის საჯარო სკოლის ეზოც, რომლის შესასვლელიც ქარისგან დამტრეული ხეებისგან მთლიანად ჩაიხერგა. თუმცა სამაშველო სამსახურების ბრიგადების მიერ გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების შედეგად სასწავლო პროცესის დაწყება მოხერხდა. ყველაფერი გაიწმინდა, დილით უკვე ჩვენ როცა მოვედით, აქ არაფერი აღარ იყო, რომელსაც შეიძლებოდა ხელი შეეშალა სასწავლო პროცესისთვის და აქედან გამომდინარე ჩვეულებრივად დაიწყეს სასწავლო პროცესი. სტიქიის შედეგად მთლიანად მწყობრიდან გამოვიდა ელექტროსისტემა. ქარიშხალმა დაწყვიტა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები და დააზიანა ანძები, რის გამოც კახეთის რეგიონის 4 რაიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ქარისგან მოგლეჯილმა ხეებმა დააზიანა ცენტრალური გაზსადენი მილებით. 7 საათიდან გამგეობის სამსახურები დადიან და ადგილზე სწავლობენ სიტუაციას, ადგენდნენ დეფექტურ აქტებს, რის საფუძველზეც მერე ჩვენ მივაწოდებთ საქართველოს მთავრობას ამაზე ინფორმაციას
და საქართველოს მთავრობა დაგვეხმარება, რომ მოახდინოთ დაფინანსება და შემდგომ ამ ოჯახების დახმარება. სტიქიისგან მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. წინასწარი მონაცემებით ზარალი 100.000 ლარს აღემატება. საქართველოს სკოლების უმრავლესობაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. დილიდან სკოლებში საზეიმო განწყობას უფევდა. განათლების მინისტრმა სწავლის დაწყება მოსწავლეებს თავად მიულოცა. რა სიახლეები განხორციელდა ახალ სასწავლო წელს და რამდენად მომზადებული შეხვდნენ სკოლები 60,000-ზე მეტ პირველ კლასელს. ნახეთ მაკალაშხიას რეპორტაჟი. ჩანთებითა და ყვავილებით ხელში ნინის და სალომეს დედა საკლასო ოთახისკენ აცილებს. თანაკლასელებისა და დამრიგებლის გაცნობის შემდეგ გოგონები ცდილობენ, რომ სკოლის მერხზე დადებული ბუკების ჩართვა გამორთვა ისწავლონ. მე იმიტომ მიხარია, ახალი მეგობრები მეყოლებოდა და კარგი იქნება სკოლა. მერხებზე დაწყობილი წიგნები, რვეულები, გასაფერადებლები და პატარა ბუკები. ასე გამოიყურებოდა დღეს პირველ კლასელთა ოთახები. წელს საქართველოს მასშტაბით სკოლებში სულ 60,444 პირველ კლასელი მიიღეს. სკოლების უმრავლესობა ახალ სასწავლო წელს განახლებული ინფრასტრუქტურითა და შეცვლილი ინტერიერით შეხვდა. წელს 250 პირველ კლასელი დარეგისტრირდა ჩვენ სკოლაში. ეს ძალიან დიდი რიცხვი იყო ჩვენი სკოლისთვის. ამისთვის საჭირო გახდა, რომ მოგვეწყო ინფრასტრუქტურა, 5 ახალი საკლასო ოთახი გარემონტდა. ეს ფლიგელი, მეორე ფლიგელი ფაქტიურად თავიდან გაკეთდა და გარემონტდა. განახლებული გარემონტი ხდებით, გადამუშავებული პროგრამებით და ახალი მე-7 კლასელი არის 185 მოსწავლე, რომელიც სწავლას გააგრძელებს კომაროვის სკოლაში. სელფი განათლების მინისტრთან სწორედ ასე დაიწყეს ახალი სასწავლო წელი თბილისის კომაროვის 199 სკოლის მოსწავლეებმა. ალექსანდრე ჯეჯელავა თბილისის რამდენიმე სკოლაში მივიდა და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. მინისტრმა სასწავლო დაწესებულებებში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა. ელექტრონული ჟურნალები ინერგება, რომელიც გააუმჯობესებს, გააადვილებს მასწავლებლებისთვის საქმეს. თვითონ სწავლების პროცესში იქნება ცვლილებები, ჩვენმა დირექტორებმაც და მასწავლებლებმაც ძალიან ბევრი ტრენინგი გაიარეს. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი კარგი მზადყოფნა დიდი ხანია, ესე იგი, არ გქონია. ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებმა კი მილოცვა პრეზიდენტისგან მიიღეს. თითქმის ყველა სკოლაში პირველი ზარი დილის 9 საათზე დაირეკა, თუმცა იყო გამონაკლისიც. იმის გამო, რომ 20-მდე სკოლაში სარემონტო სამუშაოების დასრულება და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ვერ მოესწრო, სწავლა სკოლებში რამდენიმე დღით გადაიდო. დავასუფთავოთ მსოფლიო, დავასუფთავოთ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო დედაქალაქსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აქციებს იწყებს. კამპანიის მიზანი დანაგვიანებული გარემოს დასუფთავება და მოქალაქეებში ცნობიერების ამაღლებაა. სამდღიანი აქცია, რომელიც ამჯერად ფონიჭალიდან დაიწყება, სამინისტროსთან ერთად შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით ხორციელდება. სტატისტიკური მონაცემებია საქართველოში გარემოს დანაგვიანების კუთხით და რა ღონისძიებები იგეგმება. ნახეთ ნათია ხართიშვილის რეპორტაჟში. პოლიეთილენის პარკები, პლასმასის ბოთლები, თუნუქის სქილები და ქალაქის ქუჩებსა და მის შემოგარენში დაყრილი სხვა ნარჩენები. ეს ჩვენი ყოველდღიურობაა. პროფესიით ექიმი თია ქუთათელაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც 3 თვის წინ სოციალური ქსელის მეშვეობით მოხალისეთა ჯგუფში გაწევრიანდა და მას შემდეგ თბილისის სხვადასხვა უბანს ყოველ კვირას უფთავებენ. გადავწყვეტეთ, რომ შეგვექმნას ეს თქვათ ორგანიზაცია უბრალოდ Facebook-ში ჯგუფი, რომელსაც ქვია მწვანე საქართველოს ჯანმრთელი მომავალი, რომლის მიზანიც არის, რომ ეკოლოგიურ პრობლემებზე ვიმუშაოთ და ერთ-ერთი არის დასუფთავება. ანუ ხედავთ, რომ თვითონ ქალაქში და არა მარტო თბილისში, საქართველოში ძალიან სავალალო მდგომარეობაა. ვიკრიბებით დაახლოებით კვირაში ერთხელ ფაქტურად 5 შაბათობაც დავარქვით. დავიწყეთ იპოდრომიდან, შემდეგ ბოტანიკური ბაღი დავასუფთავეთ. წინა კვირაში მაგალითად იყო ლისის ტბა და ასე მივყვებით და გვინდა რომ შეიძლება ადამიანებში თვითონ ეს პასუხისმგებლობა გავზარდოთ. მოქალაქეების ერთი იდეის გარშემო გასაერთიანებლად და მუნიციპალური თუ სხვა სახის ნარჩენებისგან გასათავისუფლებლად ხვალიდან აქციას გარემოს დაცვის სამინისტრო იწყებს. დავასუფთავოთ მსოფლიო, დავასუფთავოთ საქართველო. ასე ეწოდება კამპანიას, რომელიც თბილისთან ერთად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარდება. ველოდებით, როგორც გვაქვს ინფორმაცია, მინიმუმ 1000 ლოკაცია, სადაც ადამიანები გამოვლენ და დაიწყებენ თავისი საცხოვრებელი არეალის დასუფთავებას. და ამავე დროს მოხარული ვართ, რომ პრაქტიკულად ყველა მუნიციპალიტეტი არის ჩართული ამ პროცესში. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შვედეთის განვითარების სააგენტო და არასამთავრობო ორგანიზაციებიც უერთდებიან. ორგანიზატორების თქმით, პირველი ტერიტორია, რომელიც პროექტის ფარგლებში დასუფთავდება, ფონიჭალა იქნება.
ამ პროექტის მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ის საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. გარემოს დაცვის გარეშე ვერ მოხდება ქვეყნის განვითარება. ფაქტი, რომ ხვალ ჩვენ ვიწყებთ დასუფთავების აქციას, არ არის ერთჯერადი და მას სისტემატიური ხასიათი აქვს. საქართველოს იწყებს დასუფთავების აქციებს. ქვემო ფონიჭალიდან, სადაც მიანდრირებს მტკვარი, სადაც არის ნაშთი დარჩენილი ჭალის ტყეების მტკვარზე, ეს არის იშვიათობა და სადაც ჩვენ მაინც გვხვდება ნაგავი. 2015 წელს ნარჩენების მართვის კოდექსში შესული ცვლილებების შემდეგ გარემოს დაბინძურებისთვის სახელმწიფომ სანქციები დააწესა. სტატისტიკური მონაცემებით 2016 წელს დაბინძურების 1700 ფაქტი გამოვლინდა და 90220 ლარის ოდენობის ჯარიმა გამოიწერა. 2015 წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა დაახლოებით 1000-მდე ფაქტი გამოვლენილი ნარჩენების დაყრასთან დაკავშირებით, სხვადასხვა მუხლების დარღვევასთან დაკავშირებით, ზოგადად ნარჩენების კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევებთან დაკავშირებით. 2016 წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს დაახლოებით 1700-მდე ფაქტი გამოვლენილი. მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ცნობიერების ამაღლება, იმიტომ რომ რეალურად ადამიანები გადიან გარემოში, აგნებავთ, მოძრაობენ გარემოში და ყრიან სხვა ტიპის ნარჩენებს. აქცია დავასუფთავოთ მსოფლიო დავასუფთავოთ საქართველო უკვე 7 წელია იმართება. კამპანია 3 დღე გაგრძელდება. ახლა რეკლამის შემდეგ თქვენ ნახავთ. აქვს თუ არა საფუძველი IRA-ის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშს, რომლის მიხედვითაც პატრიოტთა ალიანსს ანტიევროპული განცხადებები აქვს და პარტია უმცირესობის უფლებებს არ აღიარებს. რატომ მოიაზრება პატრიოტთა ალიანსი პრორუსულ პარტიად და როგორია მათი გეგმები? ირმა ინაშვილი 2030-ში. 2030 პირდაპირ ეთერში ბრუნდება ბურჭულაძე გვარამია სკანდალური აუდიო ჩანაწერი და შეკითხვები, რომელიც მისი გავრცელების შემდეგ გაჩნდა. ვინ ვის უსმენს და რატომ აძლევს კერძო ტელევიზიის დირექტორი თავს უფლებას პოლიტიკური ძალის ლიდერს ულტიმატუმი წაუყენოს. რას ეუბნება მსგავსი ჩანაწერი პოლიტიკურ სუბიექტებს 2030 შეკითხვებს ამჯერად პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი უპასუხებს. ქალბატონო ირმა, მოგესალმები. ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ რომ და ხართ ჩვენთან დღეს სტუდიაში სტუმრად. ქალბატონო ირმა, დავიწყოთ აი ამ გავრცელებული ჩანაწერით, რომელიც ბოლო მეორე დღე არის აქტუალური არის. თქვენ ხართ პოლიტიკური პარტიის ლიდერი, საინტერესოა თქვენი შეფასება კერძო ტელევიზიის დირექტორის მხრიდან პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელისთვის წაყენებული მოთხოვნას, რომ იმ შემთხვევაში თუ ბურჭულაძის თანაგუნდელები თანამშრომლებენ ქართულ ოცნებასთან ან ბიძინა ივანიშვილთან, ასეთ შემთხვევაში ტელევიზიის და კონკრეტულად ნიკა გვარამიას დამოკიდებულება მათთამი შეიცვლება. სრულიად გასაგებია ფუნქცია ნიკა გვარამიასი, თუმცა არ მინდა დიდხანს ვისაუბრო ამაზე. გამორიცხულია ესეთი რამე, ხა გაბედოს ნიკა გვარამიამ ჩვენ დაგვირ. ნიკა გვარამიამ დაასახელა ვის უკავშირდება. ნებისმიერი ტელევიზიის გენერალური დირექტორი. ეს არის შალვანათელში ჩამოთვალა ხო ის პოლიტიკოსები, რომლებსაც ის ესაუბრება ტელეფონით. თავისთავად ის ჩანაწერი, რომელიც გავრცელდა საგულისხმოა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იქ ჩნდება შთაბეჭდილება, რომ მათ შორის იყო რაღაცა შეთანხმება, რაღაცა წესებზე შეთანხმება და გვარამია ესაუბრება იმაზე ბატონ ბურჭულაძეს, რომ ეს შეთანხმება დაირღვა, ხო სწორია? ეხლა გვარამია არ არის უბრალოდ ტელემედიის წარმომადგენელი, ის არის პოლიტიკური მოთამაშე. ის არ მალავს, რომ არის მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური სიმპათიის მატარებელი ნაცმოძრაობისადმი და თვითონ არის რეალურად ნაცმოძრაობა, ამიტომ ის კონფიგურაცია, რაზეც მე მთელი ამ ბოლო თვეების მანძილზე ვსაუბრობდი, რომ შეიქმნება ერთი ნავი და ამ ნავში ნაციონალური მოძრაობა შეეცდება ჩასვა სხვადასხვა პარტიები, აი ეხლა მიდის ეგ პროცესი. არის ნავი. ვინ არიან ეს სხვა პარტიები? იცით რა, მე ყველა პარტიის დასახელება არ მინდა, ტელემაყურებელი ჩემზე ჭკვიანია და ის კარგად ხვდება ეს რა ნავია და რომელი პარტიების ხედან ამ ნავში, მაგრამ ის რომ რესპუბლიკური პარტია უკვე ზის ამ ნავში, ეს არის ფაქტი. ამას თვითონ ნიკა გვარამიაც არ მალავს, რომელიც ამბობს, რომ პრიორიტეტული გახდა მისთვის რესპუბლიკური პარტია და მას იმ ხუთეულში, პარტიების ხუთეულში გამოუყვეს ადგილი დებატებისთვის. მათი გზა, მათი არჩევანია იდებატო. თუმცა რესპუბლიკელებთან მიმართებაში იგივე ნიკა გვარამია აცხადებს, რომ რესპუბლიკური პარტია არის პროდასავლური ორიენტაციის მქონე პარტია და სწორედ ამის გამო ის არ ამბობს მათთან თანამშრომლობაზე უარს. განა ამის გამო არ ამბობს, რომ პროდასავლური, არამედ ერთი ნავი არის მათთვის საჭირო და ეს ერთი ნავი რისთვის არის საჭირო, ამას ვნახავთ ჩვენ არჩევნების
წინა დღეებში, არჩევნების დღეს, იმიტომ რომ დესტაბილიზაციაზე როცა მიდის საუბარი, მე ჯერ კიდე 4 თვის წინ ვლაპარაკობდი იმაზე, რომ სააკაშვილის ლობისტები აქტიურად მუშაობენ ევროპარლამენტში, ევროკომისიაში იმისათვის, რომ ამ არჩევნების შედეგები არალეგიტიმურად იყოს ვისგან ცნობილი. გქონდათ ქალბატონო ირმა, ასე გითხავთ მაშინ ეს ინფორმაცია, თქვენ ბიძინა იონიშვილმა თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება. საქართველოს პრემიერი ასევე გუშინ საუბრობდა და არა მხოლოდ გუშინ, მანამდეც იყო ამაზე საუბარი, იგივე დესტაბილიზაციის მცდელობის სურვილზე საუბრობდა. ვისგან გაქვთ თქვენ ეს информация და ამავდროულად რომ შეაფასოთ, მითხრათ, რა შანსი არსებობს დღეს საქართველოში და რამდენად რეალური არის ეს საფრთხე? მე ვლაპარაკობ ევროსტრუქტურებზე, სადაც ჯერ კიდევ 4 თვის წინ მე და დავით არხან მოურავს მოგვაწოდეს ეს ინფორმაცია, მე უბრალოდ ამ წყაროებს ვერ დავასახელებ, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ნაციონალურ მოძრაობას შეუძლია შემდეგ არაერთი დეზინფორმაციის მიწოდება მათთვის. ამიტომ მე ვხურავ, არ ვასაჯაროებ კონკრეტულ გვარებს, ამ ევროდეპუტატების, ევროკომისრების, რომლებთანაც მქონდა საუბარი და მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მუშაობენ სააკაშვილის ლობისტები იმისათვის, რომ მოამზადონ საინფორმაციო ნიადაგი, საზოგადოებრივი განწყობა იმისათვის, რომ გამოცხადდეს არალეგიტიმურად ეს არჩევნები, ოქტომბრის არჩევნები და შემდეგ აღიარება მოხდეს ამ არალეგიტიმურობის დასავლეთის მხრიდან. ჩვენ ამაზე ვლაპარაკობდით მე და დავით არხან მოურავი 2 თვის წინაც, როცა ჩამოვედით სტრასბურგიდან და ბრიუსელიდან და ის რომ საფრთხე არის თუ არა ეს მე არ ვფიქრობ, რომ ნაციონალური მოძრაობა არის საფრთხე. აქ თავარი ის არის, რომ ვერ ლახავს ბევრი პარტია ბარიერს. შედეგის, ქალბატონო ირმა, არალეგიტიმურად გამოცხადების შესაძლებლობაზე და ზოგადად ამაზე ვსაუბრობ, ძალიან სერიოზული, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები არის საჭირო. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები უნდა განვითარდეს და მოხდეს იგივე თუნდაც არჩევნების დღეს, ხომ? რამდენად არის ამის შანსი? იცით რა, შანსი რომ ნაციონალური მოძრაობა რამდენად სერიოზულია ამაზე საუბარი, რომ არალეგიტიმურად გამოცხადდეს საპარლამენტო არჩევნები? სერიოზულია, არასერიოზულია ეს მიშა სააკაშვილს უნდა კითხონ ჟურნალისტებმა. ეს არის მისი ფანტაზიის ნაწილი და ფანტაზიის სფეროს განეკუთვნება ეს ყველაფერი, თუმცა ის რომ მათ შეუძლიათ ლოკალური პროვოკაციების მოწყობა, მათ შეუძლიათ რაღაცა დესტრუქციული ქმედებების განხორციელება, ეს მათი სტილია და რაში ჭირდებათ ეს? ეს ჭირდება იმაში, რომ რეალურად ნაცმოძრაობა მიცის, რომ მისი რეიტინგი არ აღემატება 6.7%-ს. მე ამაზე ბევრჯერ მისაუბრია. ასევე ეს არალეგიტიმურად ცნობის თემა აწყობს იმ პარტიებს, რომლებიც ვერ ლახავენ ბარიერს და ეს ყველაფერი კავშირშია ყალბ-რეიტინგებთან, რასაც აქტიურად ავრცელებს რუსთავი-2 იმედის თემას კიდევ ერთხელ მინდა გაუსვა ხაზი, რომელიც ასევე ერთ-ერთ კომპანიას უკვეთავს კვლევას და ეს კვლევაც იგივეს გვეუბნება, რომ თითქოს ნაცმოძრაობას აქ რაღაცა 16%, 20%, რაც რეალობას არ შეესაბამება უბრალოდ. ანუ მიდის ნაციონალური საფუძველზე აცხადებთ? ბატონო, შიდა კვლევების საფუძველზე აცხადებთ, რომ იმედის მიერ გასაჯაროებულ კვლევებზე ვსაუბრობ და რუსთავი-2-ის მიერ გერმანული კომპანია რომ დაიქირავეს იმ საფუძველზე აცხადებთ, რომ არ შეესაბამება ამ კვლევის შედეგები რეალობას. ეს კვლევები ჩვენც ჩავატარეთ, არაერთმა დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ ჩაატარა, მედია ორგანიზაციებმა, პლუს ამერიკელები ატარებენ კვლევებს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია თვითონ ამერიკის შეერთებული შტატებიდან და უახლოეს ხანში მოხდება ამ კვლევების შედეგების გასაჯაროება. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები ობიექტურად იტყვის რა პროცენტი აქვს ნაცმოძრაობას. ანუ რა არის ეს ნავი, პოლიტიკური ნავი ნაცმოძრაობის? ეს არის ნავი, რომელიც იძირება, რომელიც რეალურად ბარიერს ვერ ლახავს, ან თუ ლახავს მაგალითად ნაცმოძრაობის სახით, რომელსაც 6.7% აქვს, ეს არ არის უმრავლესობა და ეს არ არის ხელისუფლებაში მოსვლა, გესმით? და ჩვენ ასევე ვამბობთ იმას, რომ საფრთხე კი არ არის, რომ ხელისუფლებაში მოვა ნაცმოძრაობა, რა დონის დესტრუქციას, არეულობას შეიტანს წინა საარჩევნო პროცესში, გესმის? და როგორ იქნება ეს აღკვეთილი, გაკონტროლებული ხელისუფლების მხრიდან. გვაქვს ასევე ჩვენ ინფორმაცია და დღეს ვისაუბრებთ ბრიფინგზე, რომ სწორედ ნაციონალური მოძრაობა სააკაშვილი აჭარის რეგიონში ქმნის კერას ამ პროცესების, რაღაცა არეულობის. ჩვენი ინფორმაციის თანახმად რიზეში, სარფის მიდამოებში ის ჩავა და ბოლო პერიოდში იქ ცხოვრობს, გამართავს თათბირებს. თქვენ გახსოვთ რამდენიმე ხნის წინ ქონდა ასეთი თათბირი შეხვედრები რიზეში თუ არ ვცდები, იგივე სტილში უნდათ ამის წარმართვა და პლუს უნდათ რაღაცა მათი მხარდამჭერების მობილიზაცია საქართველოს
მათი საზღვართან და მე არ გამოვრიცხავ, რომ საერთოდ პროვოკაციულ ქმედებებზე წავიდეს მისი ბუნებიდან გამომდინარე და თურქეთით ჩაითრიოს ამ ავანტიურაში. ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ მეგობარი სახელმწიფოა, ნამდვილად ძალიან გაჭირდება გარკვეული პროვოკაციების ჩაგერთვებით მეგობარი კია და სტრატეგიული პარტნიორი, მაგრამ მე გუშინ თურქეთის ელჩებთან შეხვედრაზე ვუთხარი, რომ კარგი იქნება თუ თქვენც ასევე პატივს გვცემთ ჩვენ, როგორც თქვენ სტრატეგიულ პარტნიორებს და არ მოხდება აჭარაში ის, რაც ხდება ექსპანსია ეკონომიკური, იდეოლოგიური, რელიგიური და ასე შემდეგ. ანუ რაზე ვლაპარაკობთ ჩვენ? ნავი, პოლიტიკური ნავი დაჯგუფება ბუნებრივად ხდება ამ ნავში როგორც ირკვევა არის ბურჭულაძეც ბურჭულაძის თემას რაც შეეხება ყოველთვის ვერიდებოდი ჩემი პატივისცემიდან გამომდინარე შეფასებებს ბურჭულაძის პოლიტიკური საქმიანობის მაგრამ ვინაიდან ის არის პოლიტიკური ფიგურა და რაღაც ანალიზის გაკეთება გვიწევს ჩვენ უნდა ვთქვათ რომ ბატონმა ბურჭულაძემ გამოვიდა თუ არა პოლიტიკურ არენაზე, მაშინვე არ გააკეთა მკაფიო შეფასება, რა ტიპის მმართველობასთან ჰქონდა ჩვენ საქმე ბოლო 10 წლის მანძილზე. ანუ სააკაშვილის მმართველობა მან არ შეაფასა არანაირად არც რეჟიმად, არც დემოკრატიულ მმართველობად იყო სადღაც ჩუვაში. აკრიტიკებდა მხოლოდ ოცნებას და ოცნების ძალიან ბევრი რამე აქვს ოცნებას გასაკრიტიკებელი. ჩემზე მეც ვერ იტყვის ბურჭულაძე გარწმუნებთ ამას. მაგრამ ის რომ არ ილაპარაკო წარსულზე და მარტო დღევანდელობა აკრიტიკო, ამას არ მიიღებს საზოგადოება უბრალოდ და ჩვენ ამ საუბრიდან გამომდინარე, გვარამია ბურჭულაძის საუბრიდან გამომდინარე, ნახეთ რომ ბურჭულაძეც იმ ნავში ზის ნაციონალური მოძრაობის ნავში. ქაბუტონერმა რომ დაუბრუნდეთ ისევ შინაარს, ანუ პაეტა ბურჭულაძის და ნიკა გვარამიას გავრცელებულ ჩანაწერს. ამ საკითხთან მიმართებაში გუშინ ჩვენ სტუდიაში სტუმრად ყვავდნენ პაეტა ბურჭულაძის გუნდის წევრები, ისინი აცხადებენ, რომ ისინი არიან მკვეთრად გამოხატული პროდასალური ძალა და არ გეგმავენ მაგალითად თქვენს ალიანსთან თანამშრომლობას. თქვენთვის რას წარმოადგენს საინტერესოა იგივე პაეტა ბურჭულაძის პარტია და მასთან ალიანსში მყოფი პარტიები, იგივე გირჩი, იგივე ვაშაძე და ასე შემდეგ. დღეს იმაზე ვფიქრობდი, მაგრამ რა მეწყინებოდა მთელი დღე და თურმე ეს უნდა გამეგო, რომ არ ითანამშრომლებენ ჩვენთან. ჩვენ არ გვეკითხებიან მათთან ვითანამშრომლებთ თუ არა? ითანამშრომლებთ თუ არა? იცით რა, ჩვენ სხვათა შორის ვართ ძალიან ღია პარტია. სხვა პარტიებთან ურთიერთობებში და ესეთ განცხადებებს თუ არ ეხება ეს ნაციონალურ მოძრაობას, რესპუბლიკურ პარტიას არ ვაკეთებთ ხოლმე. ეხლა საკამათოა ის, ვინ არის პროდასალური და ვინ არ არის პროდასალური. ეს იარლიყების თემაც გაცვდა საქართველოში. ამას უკვე აღარ იღებს ჩვენი საზოგადოება და არ ითანამშრომლებენ ჩვენთან კი ბატონო, არავინ არ ეხვეწება და არავინ არ ეუბნება, რომ ჩვენ ვითანამშრომლებთ მათთან. ყველა ის პარტია, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად არის დაკავშირებული ნაციონალურ მოძრაობასთან, ეხლავე ვამბობ, რომ მიუღებელია ჩვენთვის. ჩვენ არ ვითანამშრომლებთ ფარისევლებთან, რომლებიც ერთის მხრივ იტყუებიან და საზოგადოებას ვითომ აჩვენებენ თავს, რომ ჩვენ დამოუკიდებელი პოლიტიკური მოთამაშეები ვართ და მეორეს მხრივ სხედან სააკაშვილის ნავში. დღეს სულ სხვა ვითარება არის ქვეყანაში, არ უნდა შევიყვანოთ ჩვენი ამომრჩეველი და ქართველი საზოგადოება შეცდომაში, რომელიც არ ცდება სხვათა შორის რა, ყველაფერს კარგად ხვდება, ვინ რომელ ნავში ზის და სააკაშვილთან, ნაცმოძრაობასთან, რესპუბლიკურ პარტიასთან და სხვა მეზღვაურებთან თანამშრომლობას, რომლებიც იმ გემზე სხედან, ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ, ეს ბევრჯერ მithქვას. ირმა, რადგან საუბრობთ იგივე ჩვენ სააკაშვილის დაპატიმრებას ვაპირებთ, მაკა და ნაციონალური მოძრაობისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას ვაპირებთ და ამას განვახორციელებ აუცილებლად, როცა შევალთ პარლამენტში. ქაბუტონო ირმა, აი რა ის ანგარიშთან დაკავშირებითაც კითხავთ, რადგან იგივე პროდასალურ პრორუსულ ორიენტაციის მქონე პარტიებზე საუბრობთ. ამ ანგარიშის მიხედვით პრორუსული პარტიები კვლავ სუსტები რჩებიან, თუმცა მათ მაინც მოიპოვეს გარკვეული მხარდაჭერა მკვეთრად პროდასალურ გარემოში. ანგარიში ირმა ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი განაგრძობს, აგრძელებს მხარდაჭერის მოპოვებას ქვეყანაში მიუხედავად უმცირესობების უფლებების არაღიარებისა და ძლიერი ანტიევროპული, ანტიდასავლური განცხადებებისა. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა განცხადებებზე, რა დამოკიდებულებაზე არის გაკეთებული აქცენტი და რომელი განცხადებები მოიაზრება, ვთქვათ, იგივე ანტიევროპულად და ანტიდასავლურად?
ზუსტად 9 საათის წინ საგარეჯოში მე მქონდა შეხვედრა აირაის წარმომადგენლებთან და სხვადასხვა თემები მიმოვიხილეთ. რატომ დაიდო ამ ტიპის დასკვნა? მიმოვიხილეთ ჩვენ, იმიტომ დაიდო, რომ აირაის და NDI-ც რეალურად არის მართული ნაციონალური მოძრაობის და კონკრეტულად სააკაშვილის ლობისტების მხრიდან თბილისის ოფისებზე ვლაპარაკობ. მე ამას რა თქმა უნდა ეს არის მიზეზი. თორე რა თქმა უნდა ეს არის მიზეზი. ეს არის მიზეზი იმისა, რა ყალბკვლევებსაც ავრცელებდა NDI და აირაი და რა რეიტინგებსაც ისინი ავრცელებდნენ. მათი მიზანი იყო ნაციონალური მოძრაობის გადარჩენა. კიდევ ერთხელ ვამბობ თბილისის ოფისების, მაგრამ ამ ოფისების საქმიანობა ჩვენ ვამხილეთ. ყველა კონგრესმენს, სენატორს, ევროდეპუტატს ჩვენ გაუგზავნეთ ჩვენი 28,000-იანი კვლევის შედეგები და ვუთხარით, რომ ქართველი ხალხი საერთოდ არ ენდობა არც NDI-ს და არც აირაის და ერთი კაცი არ აღმოჩნდა ამ 28,000-დან, რომელიც ოდესმე გამოუკითხავს ან ერთ ორგანიზაციას, ან მეორეს. ამიტომ ძალიან სუბიექტურია აირაის ეს შეფასებები და მეც ვეუბნევი, რომ აირაის თბილისის ოფისი არის დაკავშირებული ნაცმოძრაობასთან და სააკაშვილის ლობისტების დაკვეთით ავრცელებს მსგავს დეზინფორმაციას. ჩვენ ვართ ევროპული ტიპის პარტია. დასავლური აზროვნება მაგ არ ნიშნავს იმას, რომ გააყალბო არჩევნები. დასავლური პოლიტიკოსი ვარ, ამბობს თინა ხიდაშელი, მაგრამ ის არ არის დასავლური ღირებულებების მატარებელი პოლიტიკოსი. იმიტომ არ არის, რომ მან გამოიყენა ჯარი არჩევნებში ვიტყვი ამაზეც, მან გააყალბა არჩევნები. რაც შეეხება პროკურატურის დასკვნას, პროკურატურა სამწუხაროდ არ იყო იმ ეტაპზე თავისუფალი, რომ წაეყვანა ბოლომდე და მიეყვანა ეს გამოძიება, იმიტომ რომ ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის პოსტიდან აშანტაჟებდა მთელ კოალიცია ქართულ ოცნებას, პროკურატურასაც აშანტაჟებდა, რომ გადავა ნაციონალური მოძრაობის მხარეს და დაიწყებს კამპანიას დასავლეთში, რომ ქართული ოცნება ეს არის პრორუსული ხელისუფლება. თქვათ და ასეთი რამ ხდებოდა, ფიქრობთ, რომ ქართული ოცნება დაექვემდებარებოდა შანტაჟს? ქართული ოცნება სამწუხაროდ დაექვემდებარა შანტაჟს, ესეც ხმამაღლა უნდა ითქვას, დაექვემდებარა საგარეჯოში, როცა გაჩუმდა და ხმა არ ამოიღო იმ უკანონობაზე, რაც იქ მოხდა და სამწუხაროდ რო ამოიწურა უკვე რამდენიმე წუთის წინ, ამიტომ ამ თემებზე განვაგრძოთ სამომავლოდ საუბარი. დიდი მადლობა 20-30 შეკითხვებს. ირმა ინაშვილი პასუხობდა, რეკლამის შემდეგ თქვენ ნახავთ. რა იდეური კავშირი აქვთ ახალ მემარჯვენეებს პაატა და ბურჭულაძის პარტიასთან? როგორ აფასებს მანანა ნაჭყებია ბურჭულაძის პარტიაში მიმდინარე პროცესებს და მისაღებია თუ არა მისთვის ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის შინაარსი? მანანა ნაჭყებია სტუმრად 20:30-ში. 20:30 პირდაპირ ეთერში ბრუნდება ჩვენ შეკითხვებს. ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის ბლოკის ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია უპასუხებს. ქალბატონო მანანა, მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო და ხარ ჩვენთან სტუდიაში სტუმრად. ქალბატონო მანანა, 2 დღის განმავლობაში თქვენი ბლოკის წევრებისა და უკვე დღეს მისი ლიდერისგან გვესმის, რომ მოსმენები გრძელდება და ამის დადასტურება, მათივე თქმით არის ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნება. თქვენი პოზიცია ბუნებრივია, საინტერესოა. თქვენ პირადად როგორ ფიქრობთ, ვის ინტერესში შედის გვარამია ბურჭულაძის საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნება? სიამოვნებით გიპასუხებთ. მინდა პირველ რიგში თქვა, რომ მე თქვენ შეხვედრაზე მოვდივარ ზახესიდან, სადაც მქონდა მოსახლეობასთან შეხვედრა და მინდა ყველას უთხრა, ვინც ასეთ სცენარებს დგამს, ან ზოგადად მონაწილეობს ასეთი სცენარების განხორციელებაში, რომ საზოგადოებას ეს თემა აბსოლუტურად არ აინტერესებს, ბევრად უფრო მძიმე პრობლემების წინაშე დგას საზოგადოება და მე რატომღაც გონია, რომ ეს არის ჩვეულებრივი პიარის შემადგენელი ნაწილი სახელმწიფო გუნდის მხრიდან იქნება თუ ოპოზიციური ხან იქიდან და ხან აქიდან, რომელმაც რაღაცნაირად აი ამ არჩევნებში უნდა ამ შემთხვევაში უნდა შექმნას რაღაცა ტიპის დაძაბულობა. ახლა ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით მოგახსენებთ. მე ასე ვფიქრობ, რომ საქართველოში არ არის დამალული და ალბათ მთელ სოფლიოშიც ასეა, როდესაც ცალკეული ტელევიზიები გამოხატავენ ცალკეული იდეოლოგიის პარტიების მოსაზრებებს და უფრო ასე ვთქვათ ლოიალურნი არიან ამა თუ იმ იდეოლოგიის მიმართ. ეს ასე ხდება ევროპაშიც, ეს ასე ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტელევიზიამ რაღაცა ბალანსი არ დაიცვას და როდესაც ერთ მხარეს ალაპარაკებს, მეორე მხარეს არ იყოს ოპონენტი. ეს რა თქმა უნდა ამას არ ნიშნავს, მაგრამ ტელევიზია შეუძლია ქონდეს გარკვეული სიმპათიები, ცალკეული იდეოლოგიის და შესაბამისად ამ იდეოლოგიის ის ტონი, ეს გარკვეული შეიძლება ითქვას ეს ულტიმატუმის ენა, გარკვეული აბსოლუტურად მიუღებელია ტონი, მაგრამ მე აგიხსნით, ჩემთვის რას ნიშნავს ეს მოვლენა. ამ ტიპის ტელევიზიები საქართველოშიც არის, ყველა ტელევიზია
ტელევიზიას, აი თქვათ, ჩვენს წინ იჯდა ქალბატონი ირმაინაშვილი, მას აქვს ტელეკომპანია ობიექტივი, სადაც ის უფრო უპირატესობას ანიჭებს თავისი იდეოლოგიის გატარებას და ასე შემდეგ. ამაში მე რაღაც განსაკუთრებულს და კონტექსტიდან ამოვარდნილს ვერ ვხედავ და შესაბამისად ამ ტელევიზიებს რომ საინტერესოა ჩვენი GDS-ის გენერალური დირექტორს აი ამ ტონით და ესეთი პათოსით რომ მოდით ჯერ ეს ვისაუბროთ. მოდით ეს ვისაუბროთ ჯერ და გეტყვით ტონთან დაკავშირებით მე რა განცდა მაქვს. ამიტომ ეს აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის და ეს არაერთხელ ეს რო თქვათ ნიკა აგვარამიას ან რუსთავის მე იმასაც გეტყვით ქალბატონო მანანა გაკეთდა გუშინ განცხადებები თქვენი ბლოკის წარმომადგენლების მხრიდან რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია და ეს ნორმალურია და არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის. ამბავია და ვისურვებდი რომ ასეთი ტონით არ ყოფილიყო ეს საუბარი, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით ამასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ამიტომ აქ განსაკუთრებული არაფერი არ არის და მეორე ძალიან გთხოვთ გაითვალისწინოთ და ყველამ თქვენი თავი ჩაიყენოთ ხოლმე ასეთ მდგომარეობაში ყველა ტელევიზიამ, იმიტომ რომ ჩვენ გქონდა პერიოდი, როდესაც ნაციონალურმა მოძრაობამ პრაქტიკულად მიწასთან გაასწორა ტელეკომპანია. იმედი პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით, ხო? ებრძოდა როგორც მის მოწინააღმდეგე ძალას და ბუნებრივია ტელეკომპანია იმედის განსაკუთრებულად გამწვავებული დამოკიდებულება ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. ეხლა, იცით, მე მომწონს, თქვენ მოგწონს თუ ვიღაცას არ მოსწონს, რუსთავი არის ამ მდგომარეობაში, როდესაც ის ხედავს იმედის მდგომარეობაში, არ მდგომარეობაში უნდა შედარება არ შეიძლება, მაგრამ ცდელობა მაკა იმისა, რომ რუსთავიორს დაეპატრონოს ადამიანი, რომელსაც უფრო მარტივად მართავს ხელისუფლება, მე ეს მცდელობა პირდაპირ შემიძლია გითხრათ დავინახე სასამართლოზე სიარულის დროს. თქვენ ეხლა გეღიმებათ, შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანს ეღიმება ამაზე, მაგრამ მე ვესწრებოდი სწორედ ამიტომ მაკა სასამართლო პროცესებს და მინდა აქაც განმარტო თქვენთანაც, კი ბატონო, მინდა აქაც განმარტო და კიდევ ერთხელ დამატებით თქვა. მე მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსი და პოლიტიკური პარტია უნდა იყოს პრინციპული. თუ თვლი და მეგაჩნია, რომ ტელეკომპანია იმედი, რომელიც მაშინ იყო ოპოზიციური ტელევიზია, რომ არ ყოფილიყო ტელეკომპანია იმედი, ჩვენ ვერ გავიგებდით ვერც გირგულიანის ამბავს, ვერც ვერაფერს და ჩვენს ინტერესში, როგორც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ინტერესში შედიოდა. ყოფილიყო ქვეყანაში ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზია, რომელიც ხელისუფლებას არ მისცემდა მსგავსი ფაქტების მიჩქმალვის საშუალებას, იმიტომ რომ ხელისუფლება ყოველთვის მიდრეკილია ასეთი რამ მიჩქმალოს და ასეთი ტელევიზია მაშინ იყო იმედი. შეიჭრნენ ქალბატონო. გასაგებია, დღეს შედარებით რბილი ფორმით, არა ძალადობრივი ფორმით, რაც რა თქმა უნდა ვაღიარებ, რომ წინ გადადგმული ნაბიჯია ქვეყანაში, რაც რა თქმა უნდა გარკვეულწილად არის დამსახურება. რადგან იკა გვარამიაზე არის საუბარი, მაინტერესებს თქვენი პოზიცია. რუსთავი 2-ს ხელს უშლის ვინმე? კონკრეტული კონკრეტული პირი, კონკრეტული თანამდებობის პირი თუნდაც. სარედაქციო პოლიტიკის გატარებაში არავინ არ უშლის ხელს, მაგრამ ცდელობა, რომ ამ არხის მფლობელებისთვის წაერთმიათ ტელევიზია და თან წაერთმია ადამიანს, რომელიც აბსოლუტურად პროცესი აბსოლუტურად არ იყო გრძელდება უზენაეს სასამართლოში, უზენაეს სასამართლოში გრძელდება, რა თქმა უნდა, ბუნებრივია. კიდევ ერთხელ ვამბობ, დღეს ხო გაირკვა ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, ოქროაშვილის ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, რომ და თან იმ დროს რაც ყველაზე მთავარია, როდესაც ჩვენ ოპოზიციაში ვიყავით და როდესაც მე ოპოზიციაში ვიყავი ნაციონალური მოძრაობის, მე ხო ვიცოდი, რომ კიბალ ხალვაში იყო ნაციონალური მოძრაობის, ასე ვთქვათ, ნომინალურად წარმოდგენილი ადამიანი, რომ ეს ტელევიზია ხელში ჩაიგდო ნაციონალურმა მოძრაობამ კიბალ ხალვაშის მეშვეობით. ეხლა დღეს თვალში ნაცრი შეყრა, რომ კიბალ ხალვაში არის კეთილსინდისიერი მყიდველი და მისი უფლებები უბრალოდ მე რო ეს თქვა, არ ვიქნები მართალი არც საკუთარი თავის წინაშე, არც საზოგადოების წინაშე, იმიტომ რომ როდესაც ამას კიბალ ხალვაშის ხელით აკეთებდნენ, ვამბობდი რომ კიბალ ხალვაში არის ნაციონალური მოძრაობა და ეს პროექტი ხორციელდება კიბალ ხალვაშის ხელით. ეს ერთი და მეორე, თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა, მე როგორც ოპოზიციას არ უნდა მქონდეს ინტერესი და ქვეყანაში არსებობდეს ოპოზიციური ტელევიზია, რომელიც არ მისცემს ხელისუფლებას იმის საშუალებას, რომ რამე მიჩქმალოს. და საბოლოო ჯამში მე როგორც დემოკრატიის მომხრეს, როგორც ადამიანს, რომელსაც მინდა რომ ჩემს ქვეყანაში დემოკრატია დაფუძდეს. არ უნდა მიმაჩნდეს, რომ ოპოზიციურად მოაზროვნე ტელევიზიის არსებობა აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მაგრამ ამიტომ მოდით რა, ჩვენ ვიყოთ მიუმხრობელი იდეების და იდეალების მიმართ. იდეალი ამ ქვეყანაში უნდა იყოს, რომ ყველა ტელევიზიას ჰქონდეს იმ, ასე ვთქვათ, პოლიტიკის გატარების უფლება, როგორცაც ატარებს და რაც ყველაზე მთავარი, ამას განსჯის მაყურებელი. კიდევ ერთხელ ვამბობ, იცით,
ჩემი წყენაც გაიგეთ. როგორც კი 2011 წელს გამოვიდა ოპოზიციაში ბიძინა ივანიშვილი. ძალიან ბევრმა ტელევიზიამ, სხვათა შორის დღეს ძალიან სახელოვანმა ტელევიზიამ და ჩვენ არ აღმოჩნდით ბიძინა ივანიშვილის ბლოგში. ისე ჩაკეტა და ჩაგმანა ჩვენთვის კარები, რომ მე აღარ მღირსებია იმ ტელევიზიაში მემარჯვენეებს კონკრეტულად მანანა ნაჭყებიას და მემარჯვენეებს იმ დროინდას. ხო, მე ამ შემთხვევაში დღეს რა ვითარება თუნდაც თქვენთან მიმართებაში, რადგან მედია გარემოზე ნურავი ნუჩათulis რომ ვინმეზე უკეთესია. იმ ტელევიზიებმა გააკეთეს ზუსტად ის, როგორც იქცეოდა რუსთავი 2. ანუ მათთვის ტელევიზიებმა. ბევრი ტელევიზია არ გვაქვს. ჩვენ ამიტომ ძალიან ადვილად მისახვედრია, ვინ არის ლოი არ მინდა იცით ეს რაღაცა დასახელებები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბატონ პოლიტიკოსები ბრძანდებით ქალბატონო მანანა და არაფერი ხელს არ გიშლით იმაში რომ პირდაპირ მისახვედრია და თან არ მინდა ნამდვილად ზუსტადაც პოლიტიკოსი რო ვარ, მე ვცდილობ რომ გამოვიყენო აბსოლუტურად ყველა ტელევიზია და ნებისმიერი ტრიბუნა. დღეს არის ამის საშუალება, გაქვთ ამის საშუალება. მე მაქვს ამის საშუალება დღეს, თუმცა ბიძინა ივანიშვილის 2011 წელს პოლიტიკაში შემოსვლის დროს მე დამჩა თითებზე ჩამოსათვლელი ტელევიზია, სადაც შემეძლო შევსულიყავი, დანარჩენმა ტელევიზიებმა წელს შენ კიდე ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლებაში. ქალბატონო მანანა დაუბრუნდეთ თემას. განწყობილი ტელევიზიები გაჩნდა და ბუნებრივია გაჩნდა, იმიტომ რომ იყო ერთი მხრივ ნაციონალური მოძრაობის რუსთავი 2, ეს ტელევიზიები იყვნენ განწყობილი იმისთვის, რომ მოკლედ შეიძლება და დაუბრუნდეთ თემას. ეხლა რაც შეეხება ამ თემას, რომ ეს გასაგებია. მეორე, იცით, მე ასე მგონია, რომ აი ასეთი რამე ჩვენ წინ ვერ წავალთ ნამდვილად. მოდით, მუდმივად დაუსრულებელი საუბარი. თქვენ ჩვენს მაყურებელსაც მუდმივად დაუსრულებელი საუბარი ამაზე, რომ რაღაცა ჩანაწერი გამოქვეყნდა და ჩვენ ბოლომდე ვერასოდეს ვერ ვგებულობთ ეს ჩანაწერი ვინ გამოაქვეყნა. იმედი მაქვს ამ შემთხვევაში მაინც გავიგეთ სხვა ზუსტად აი ზუსტად მაგას გეუბნები. სესიაშვილი იქნება ჩვენი შემდეგი სტუმარი და ვისაუბრებთ ბატონ სესიაშვილს. ერთი წყარო ამბობენ რომ შეიძლება ამერიკელებს კონდეთ ამის საშუალება რომ ჩანაწერი გააკეთონ და გაავნონ კი ბატონო გამოვიძიოთ. მეორე წყარო თვითონ გვარამია მატვირთვა. ხო შეიძლება ეს გამოძიებამ გამოიძიოს და დაადგინოს გვარამია მატვირთვა თუ არა. მესამე სილქნეთს აქვს კიდე საშუალება ამისა რომ გამოაქვეყნოს და რაღაცა. შევიდეს ეს გამოძიება ამ სილქნეთში და დაადგინოს, ხო? და მეოთხე სუსი რომელმაც დაიტოვა ორმაგი გასაღები იმისთვის რომ მოусმინოს. როდესმე შეიძლება ამ ქვეყანაში რაღაცას წერტილი ესვაც და აი ასე არ ვილაპარაკოთ ჰაერზე და თქვათ იმანამ მტკიცოს რომ ეს არის ამანამ მტკიცოს რომ ეს არის და საზოგადოებას არაფერი დარჩეს და ბოლომდე მინდა მივიყვანო რა მაგრამ კი ბატონო ძალიან მოკლედ მინდა გითხრათ რა ეს ყველაფერი ჩემი აზრით მართლაც ემსახურება იმას რომ ამ არჩევნებზე და რატო ვაკეთებთ ამას რომ საბოლოო ჯამში მთელი პოლიტიკოსების პოლიტიკური ელიტის და სპექტრის მიმართ საზოგადოებას კონდეს ნიჰილისტური დამოკიდებულება პირდაპირ გეუბნები და თქვენი მაჟორიტარების კანდიდატებიც გეტყვიან თუ საგანგებოდ მიყვანილი ხალხი არ არის ნუ ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებიც გეტყვიან რომ ხალხს აღარავის მოსმენა აღარ უნდა იმიტომ რომ გული გაუტყდათ ყველაფერზე დაუსრულებლად ვიღაცასთან შეკრული თან აბსოლუტურად პარადოქსული კომიკური სიტუაცია მაკა ერთი მხრივ გამოდის ერთი ვიღაც და ამბობს რომ ეს ბლოკი არის შეკრული ნაციონალურ მოძრაობასთან გამოდის გიორგი რუხაძე და ამბობს რომ ეს ბლოკი აბსოლუტურად იმართება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გამოდის ერთი ნაციონალური მოძრაობა კი ბატონო მოძრაობა კომიკური სიტუაცია ქვეყანაში და ყველაფერი საბოლოოდ მიდის იქამდე რომ ჩვენ შეიძლება ბოლოს და ბოლოს ამომრჩევლად მოკლედ თუ შეიძლება ქალბატონო მანანა მე მაინტერესებს თავად ფაქტს როგორ აფასებთ ანუ ისევ იმ საკითხზე იმ კონკრეტულ დეტალს უბრუნდები როდესაც ნიკა გვარამია აი ამ ტონით ურეკავს იგივე პატა ბურჭულაძეს და ეუბნება რომ იმ შემთხვევაში თუ თქვენი თანამშრომლებთ ქართულ ოცნებასთან ან ბიძინა ივანიშვილთან ტელევიზია შეიცვლის თქვენს მიმართ დამოკიდებულებას ერთი ტონი მოკლედ რომ მითხრათ ნაწილობრივ ამაზე უკვე ისაუბრეთ და აუცილებლად მაინტერესებს კიდევ ერთი დეტალი იმ შემთხვევაში თუ თქვენი ბლოკი ამ შემთხვევაში და არა მხოლოდ მემარჯვენეები ბუნებრივია მოახერხებს და გადალახავს ასე ვთქვათ ბარიერს და მოხდება პარლამენტში გეგმავთ თუ არა თემატურ თანამშრომლობას ქართულ ოცნებასთან კი ბატონო და მთელი ეს აჟიოტაჟი სწორედ აი ამ განცხადებას მოყვა რომელიც ბლოკის ერთ-ერთმა ლიდერმა განახორციელა და ამის შემდეგ ბლოკის ლიდერების და ბლოკის წარმომადგენლების განმარტებები გაკეთდა რა თქმა უნდა ყველა პარტია მოდის რაღაც გარკვეული წინადადებებით და თქვენ იცით რომ ძალიან რაც მომხიბვლელია ამ ბლოკში და ჩემთვის პირადად იყო სიმართლე
გითხრათ ირაკლი ყიფიანის, გიორგი პაპავას, დათო ჯანდიერის ძალიან სწორი ხედვები როგორ უნდა შეიცვალოს ქვეყანაში ეკონომიკის სწრაფად როგორ უნდა და რადიკალური ცვლილებები როგორ განხორციელდეს დათო ჯანდიერისა, როგორ უნდა მოხდეს სამართალდამცავი სისტემის და ზოგადად მართლმსაჯულების სისტემის გარდაქმნა. ეს ჩემთვის ძალიან მიმზიდველი იყო და მიმაჩნია რომ სწორედ ამ მიმართულებით უნდა განვითარდეს ქვეყანა. იგივე ვაშაძე კუბლაშვილთან დაკავშირებით მე ერთ-ერთ წარმომადგენელს ქართული ოცნებისა, რომელმაც კითხვა დამისვა, რომ დისკომფორტს არ გიქმნით, რომ მათ გვერდით ხარ უთხარი, ზუსტად ისევე არ მიქმნის დისკომფორტს, როგორც თქვენს ხედხარ და უმრავლესობა შეივსეთ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და მოდით, ნუ გადავყოფთ ასე, რომ არის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გვერდით გაეჭაჭანო და თუ ეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი უმრავლესობას გივსებს, როდესაც ჩემ პრობლემა გექნება, ის უკვე კარგი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელია. მე ადამიანების ასე დაყოფის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ და კიდევ ერთს დავამატებ, იცი, არც ისეთი მტერი ვარ ჩემი თავის, ჩემი ქვეყნის, ჩემი ოჯახის, რომ მერჩივნოს ადამიანი, რომელიც მუდმივად თავის თავს პოლიტიკაში ინარჩუნებს, რომელიმე პოლიტიკური ძალის ლანძღვაგინებით და არის აბსოლუტურად ფუყე და ვერანაირ კანონშემოქმედებით საქმიანობას ვერ წარმართავს პარლამენტში, ვიდრე იყოს ადამიანი, რომელიც შესაძლოა, გიპასუხებთ, რომელიც შესაძლოა იყო თავის დროზე ნაციონალურ მოძრაობაში, მაგრამ არის ჭკვიანი და მას შეუძლია ქვეყნისთვის რაღაცა გააკეთოს და სხვათა შორის ერთსაც ვიტყვი, იცით, ვინ ადრე განიხიბლა ნაციონალური მოძრაობა და ვინ გვიან, ერთადერთი მხოლოდ ახალ მემარჯვენეებს და ლეიბორისტულ პარტიას შეუძლია თქვას. დანარჩენი მეტნაკლებად ყველა ნაციონალური მოძრაობის რაღაც ეტაპზე იყო მხარდამჭერიც, აფინანსებდა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილიც არ მალავს ამას ეს ადამიანი და მე რასაც ვაფასებ გულწრფელობა, ის ამბობს, რომ კიდეც ვაფინანსებდე, კიდეც შუას მეკითხებოდნენ და ვასწავლებდი. ამიტომ თუ კი ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობა და ვინც მოხვდება იმ პარლამენტში, რომელიც იმედი მაქვს, რომ მრავალპარტიული იქნება და თავს დავაღწევთ ამ მოჯადოებულ წრეს, როდესაც ყოველთვის ერთ პარტიას აქვს უმრავლესობა და რასაც უნდა იმას აკეთებს, თუ ის მიიღებს და ჩათვლის, რომ ის ეკონომიკური პროგრამა, რომლითაც ჩვენ მივდივართ, არის სწორი და მხარს დაუჭერს. ბუნებრივია ეს იქნება თანამშრომლობა. აი სხვანაირად როგორ უნდა მოხდეს? მე პარლამენტის წევრი ვიყავი და ვინც არ იყო, უნდა აუხსნა. შენ შედიხარ შენი კანონპროექტით და ეს კანონპროექტი გადის, თუ მას დაუჭერს სხვა ან თქვენ ამბობთ რომ მოგიწევთ ასეთ შემთხვევაში თემატური თანამშრომლობა. ქართული ოცნება იქნება თუ ნაციონალური მოძრაობა. ამასაც მოკლედ თუ შეიძლება 2 წუთის წინ ამოიწურა ჩვენთვის განკუთვნილი დრო. იმ შემთხვევაში თუ თქვათ გადაწყვიტეს ბარიერ გადალახულმა პარტიებმა რომ შექმნან კოალიცია და მათ შორის აღმოჩნდებით თქვენ საინტერესოა. თქვენი პოზიცია როგორი იქნება კოალიციის შექმნასთან? რა არის სამწუხაროდ ჩვენთან არაჯანსაღი დამოკიდებულებაა კოალიციების მიმართ. თუ ეს იქნება მართლაც ჯანსაღი კოალიცია, სადაც თქვათ ქართული ოცნება კი არ ეტყვის, რომ იცით რა, მოდით თქვენ ჩემთან კოალიციაში შემოდით და მინისტრთა კაბინეტსაც მე დავაკომპლექტებ. აბსოლუტურად ყველაფერი ჩემი პასუხისგებლობა იქნება და იქნება ისეთი კოალიცია, როგორიც იყო, რომ გადაწყვეტილებას იღებდა მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნება და როგორ ყვარებიათ ერთმანეთი და როგორი კოალიცია ყოფილა და როგორი თანამშრომლობა დღეს გამოჩნდა, ხო? იცით რატომღაც ყოველთვის ამ ჩვენი ბლოკისკენ რო იშვერენ ხელს. ერთი თუ დანგრევაა და თუ დაშლა ქართული ოცნება რო დაიშალა და დაინგრა ისეთი არაფერი მინახავს. დანგრეულია დღეს ქართული ოცნება ალბათად და ის კოალიცია რომელიც მოვიდა დღეს პრაქტიკულად აღარ არსებობს, დაინგრა. სხვა პარტიებიც თვითონ გამოთქვა დამოუკიდებლად არჩევნებში მონაწილეობის სრული ქართული ოცნება. ერთია და მე რაც ხდება დარტყმები იმ გამოყოფილი ადამიანებისგან და დღეს თურმე ვიგებთ რომ გადაგდებებზე ბიძინა ივანიშვილი იცით რა იცით რა არის აუცილებლად უნდა გითხოთ გეხვეწებით ავუბრუნდეთ თემას უნდა დაგემშვიდობოთ ძალიან დიდი ბოდიში რომ დღეს რაღაც ცოტა დრო 15 წუთი თქვენთან მიმართების ყოველ შემთხვევაში ფაქტი რომ არასაკმარისია. რატომ გეკითხებით, როდესაც კოალიციაზე გეკითხებით, ანუ ხართ თუ არა თანახმა, იქნებოდით თუ არა თანახმა, იგივე თუნდაც ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობაზე და კოალიციაში მოიაზრებთ თუ არა გამარჯვების შემთხვევაში თავს. მე პაატა ბურჭულაძის, ანუ ისევ ჩანაწერს ვუბრუნდები, რადგან თემა ფაქტობრივად ეს იყო. პაატა ბურჭულაძე აცხადებს ამ ჩანაწერში, რომ მე თვითონ გამიკვირდა, რომ ჩემთან გუნდში ეგეთი რაღაც თქვა ვიღაცამ და თუ თქვა, უნდა ჭკუაზე მოვიყვანო, როდესაც თანამშრომლობაზეა საუბარი. ანუ ეს საკითხი გავლილი გაქვთ გუნდში და ამ თემასთან მიმართებაში ბუნებრივია, რა თქმა უნდა, შეთანხმება არსებობს. სხვანაირად არც ხდება პოლიტიკაში. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ შენ გინდა გაეტანო ის საკითხი, რომელიც უნდა გავიდეს, ნუ ახლა უბრალოდ წარმოუდგენელია ამაზე მეტი სიბრიყვე, რომ არ მინდა თანამშრომლობაზე ქართულმა ოცნებამ დამიჭიროს მხარი, კიდევ ერთხელ ვამბობ, კოალიცია, რომელშიც არ არის დომინანტი გამოკვეთილი, რომელშიც არ არის აი ასეთი უფროს უმცროსობა და რაღაცა. თქვენი პოზიცია იქნა გათვალისწინებული. თქვენ
ჩვენი პოზიციები იქნება თუ ეს რეალურად იქნება და ქვეყნის ინტერესებს დასჭირდება, კიდევ ერთხელ ვამბობ. ამას რაღაცა ბუად ნუ კი გამოვაჩენთ, რომ ეს რა თქვა მანანანაჭყებია. რა თქმა უნდა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ამას როგორც მემარჯვენეები რა თქმა უნდა, როგორც მემარჯვენე და რაღაც განსხვავებული პოზიცია, განსხვავებული არავის არაფერი არ უთქვამს. ჩვენ თქვით, რომ ეს კოალიცია თუ დაჭირდება ქვეყანას, ეს კოალიცია შედგება, ოღონდ ძალიან ძნელად წარმომიდგენია, მაკა და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ქართული ოცნება სწორედაც რომ ამ ტიპის კოალიციაზე არ ფიქრობს. ქართული ოცნება ფიქრობს ისევე კოალიციაზე, სადაც იქნება თვითონ დომინანტი, ამიტომ ზედმეტად მიმაჩნია მე ამ თემაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ არასოდეს არ გამოვა. ძალიან დიდი მადლობა. 20-30 შეკითხვებს მანანა ნაჭყებია პასუხობდა. ახლა რეკლამის შემდეგ თქვენ ნახავთ. როგორია წინა საარჩევნო გარემო? მოსალოდნელია თუ არა ვითარების დესტაბილიზაცია და შეძლებს თუ არა ხელისუფლება პროვოკაციების აცილებას? რას უკავშირდება ოპოზიციურ გაერთიანებებში მიმდინარე პროცესები და ვის მიიჩნევს ქართული ოცნება მთავარ კონკურენტად? რაზე მიანიშნებს ბურჭულაძისა და გვარამიას შორის შემდგარი სატელეფონო საუბარი? 20-30 შეკითხვებს ირაკლი სესიაშვილი უპასუხებს. 20-30 პირდაპირ ეთერში ბრუნდება ჩვენ შეკითხვებს ამჯერად ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი სესიაშვილი უპასუხებს. ბატონო ირაკლი, მოგესალმები, დიდი მადლობა რომ დაგვისმენთ დრო. ბატონო ირაკლი, ჩვენი საუბარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინა საარჩევნო მისიის განცხადებით მინდა დავიწყო, რომლის მიხედვით საქართველოში არის გარემო დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. ამის შესახებ არის ნათქვამი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ეს ხდება იმ ფონზე, ბატონო ირაკლი, როდესაც იგივე თქვენი ოპონენტები საუბრობენ არათანაბარ საარჩევნო გარემოზე, საუბრობენ მოსმენებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან ბევრ რამეზე, ბევრ დეტალზე. საინტერესო თქვენ როგორ აფასებთ აი ამ დასკვნას, კონკრეტულ დასკვნას? პირველ რიგში არანაირად არ გამკვირვებია, რომ ასეთი დასკვნა არის და მეტიც ეს უნდა იყოს ნორმა. ეს უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების ნაწილი. ამაზე შევთანხმდით საზოგადოებასთან, ჩვენ მოსახლეობასთან ერთად. ქართული ოცნება არის ამ პრინციპების დამცველი ბოლომდე, იმიტომ რომ მიგვაჩნდა და დღესაც მიგვაჩნია, რომ მხოლოდ დემოკრატიული პრინციპების დაცვით შეიძლება ამ ქვეყანას ჰქონდეს მომავალი. არა ქართულ ოცნებას, არა რომელიმე პარტიას, არა ამ ხელისუფლებას, არამედ ჩვენს ქვეყანას. ჩვენი ქვეყანა ჩვენთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამიტომ ის რომ არჩევნები ნორმალურ მშვიდ ვითარებაში ტარდება, რომ არჩევნები იქნება თავისუფალი ყოველგვარი ზეწოლისა და ჩარევის გარეშე, რომ არავინ ქვებს არ ისვრის, არავის პოლიციას თავზე არ დააყენებენ და არ შეასრულებენ საკუთარ არჩევანს, ეს უნდა იყოს ნორმა და ასეც იქნება, იმიტომ რომ ყველას გვაქვს განცდა, რომ ამ ქვეყნის შენება შეიძლება მხოლოდ ცივილიზებული მეთოდებით, თორე ჩვენ ყველას გვახსოვს და მე წარსულის გახსენება არ მინდა ხოლმე, ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ მე ვიცი როგორ არ უნდა ვიცხოვროთ, როგორ არ უნდა მართოთ ქვეყანა და როგორ არ უნდა მოვექცეთ ჩვენს მოსახლეობას. ჩვენ ვიცით უკვე როგორ უნდა მართოთ ქვეყანა და აი ამ ქვეყნის მართვის პროცესში ის რა დასკვნებსაც ეხლა კითხულობ და მომავალშიც მოისმენთ, ეს იქნება ჩვეულებრივი, რასაც არ ვიცი, მომავალში ალბათ ასეთი კიდევ ერთი საკითხი ეს არის, რომელიც ბოლო 2 დღის განმავლობაში არის აქტუალური და დღესაც გვიწევს ამ საკითხზე. საუბარი ეს არის გვარამია ბურჭულაძის ჩანაწერი. რაზე მიუთითებს თქვენთვის ეს ჩანაწერი? ის რამე თავიდანვე ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც თქვი რომ ის რაც ამ ჩანაწერის პირველ რიგში კითხვა უნდა დავსვათ, მაგრამ ვის ინტერესში შედიოდა ამ ჩანაწერის გამოქვეყნება. ამ ჩანაწერის გამოქვეყნებით საზოგადოებას რაღაცა უნდა გაეგო. და რა გავიგო? ის რომ ნიკა გვარამია თავისი რუსთავიორით არის ჩვეულებრივი ნაციონალური მოძრაობის ნაწილი, ორგანიზმის ნაწილი. მანანა ამბობს ოპოზიციური ტელევიზია. პოლიტიკური მედია არის, რომელსაც ეზიზღება ნიკა გვარამია. რომელიც არ მისცემს ხელისუფლებას იმის საშუალებას, რომ კონკრეტული საკითხები და პრობლემები მიჩქმალოს. ხო, ისინი პრობლემებს და საკითხებს ეძახიან იმას, რაც შედის მათი პოლიტიკური ძალის პოლიტიკური ინტერესში და იმ კუთხიდან უყურებენ, კი არ უყურებენ, არამედ იმ კუთხიდან ამონტაჟებენ და მე სიტყვა რამდენჯერმე გავიმეორე კიდევაც. ის რომ ნიკა გვარამია თავისი რუსთავიორით არის ნაციონალური მოძრაობის ჩვეულებრივი ორგანიზმი, ეს ყველასათვის ცნობილია, აქ ახალი არაფერი არ თქმულა. ბატონი ბაატა ბურჭულაძე რომ ნაციონალური მოძრაობა ორია, ესეც ყველა საზოგადოებამ ამ კითხვებზე პასუხი მიიღო თავისი კოალიციით, თავისი კოალიციის წევრების დატოვებით, თავის შემადგენლობით, აქაც კითხვები არ არსებობს. ერთადერთი ახალი რაც ვნახე, რაც გულწრფელად გეუბნებით, როგორც მოქალაქეს, აი ძალიან წარეთ მომხვდა, არის ის რომ ვინმე ნიკა გვარამია
ტელევიზიის ხელმძღვანელი უზრდელად, თავხედურად ელაპარაკება ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერს. ეს ხდება ჩემ ქვეყანაში, ვინც არ უნდა იყოს ბატა ბურჯულაძე, ჩემი ოპონენტი უნდა იყოს თუ სხვა იყოს და ვინც არ უნდა იყოს ნიკა გვარამია. ამ ქვეყანაში ტელევიზიის ხელმძღვანელი არ უნდა აშანტაჟებდეს პოლიტიკური პარტიის ლიდერს. თქვენ ფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში ნიკა გვარამია აშანტაჟებს ბატა ბურჯულაძეს? პირდაპირ უწესებს დღის პოლიტიკურ დღის წესრიგს და ეუბნება, რომ ასეთი რამე განმეორდება, მიიღებს საკადრის პასუხს. აი ზუსტად ამ ტონით ელაპარაკება. როგორც ბატონი ყმას ელაპარაკება, აი ეს დავინახე და შემრცხვა, რომ ამ ქვეყანაში ამ ცივილიზებულ მიდგომებში შემცხვა, იმიტომ რომ ჩემ ქვეყანას არ ეკადრება. თორე მათ რომ ასეთი რაღაცა მოუხდება და ეს არის მათი ცხოვრების სტილი და პოლიტიკური ცხოვრების აზროვნებაც, ეს მე არ გამკვირვებია, იმიტომ რომ სამწუხაროდ მოგვიწია იმ გარემოში ცხოვრება, სადაც ნიკა გვარამია როგორც პროკურორი ამართლებდა და არ ვიცი ანგელოზებად წარმოაჩინა ის შავრაზმელები, რომლებაც იმედი დაარბიეს და მიწასთან გაასწორეს ის ადამიანები და დღეს გვეუბნება რომ ნიკა გვარამია იყო მთავარი პროკურორის მოადგილე, ბატონო ირაკლი, და ეს ბუნებრივიც იყო ის განცხადებები, რაც არა, ბუნებრივი არ იყო, ეს იყო არანორმალური, ეს იყო არანორმალური, ეს იყო ყოველგვარი ცივილიზებული აზროვნების საწინააღმდეგო ქმენება, რამაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანა, არ ვიცი, ამ ქვეყნის ტრაგედიამდე. ამ ტრაგედიას გადაურჩით. ვისი დახმარებით ესეც ყველამ კარგად ვიცი. დღეს ქვეყანა ყველა საფუძველი, რომ დემოკრატიულ პირობებში ცივილიზებულად, ძალიან სწორად, ძალიან კარგად, ეფექტურად განვითარდეს, გაძლიერდეს, ხალხმა მიიღოს კეთილდღეობა და ამ პროცესში ნებისმიერი აი ასეთი მოქმედებები უბრალოდ არის არ ვიცი. მე პასუხისმგებლობის ფაქტორს დაუბრუნდები, ბატონო ირაკლი, ბოდიში რომ გაწყვეტინებთ, იგივე არასამთავრობო სექტორი აცხადებს, რომ ასეთი ჩანაწერების გამოქვეყნება არის იმის შედეგი, რომ არავის უგია პასუხი სხვა ჩანაწერების გამოქვეყნების შემთხვევაში და ყველა შემთხვევაში პასუხისმგებლობა ასეთ შემთხვევებზე ეკისრება ხელისუფლებას. იცი, ყველაზე მარტივი არის გაიშვიროთ თითი ხელისუფლებისგან. ყველაზე მარტივია. ანალიზი არ გავაკეთოთ, არ თქვათ ვის ინტერესში შედის. არ ვიცი, მე შემიძლია დაგირეკო თქვენ გავაკეთო ჩანაწერი და არ ვიცი მე რომელიმე ქვეყნა ნავატვირთით. და სამწუხაროდ ბევრჯერ მოხდა ისეთი შემთხვევა, როდესაც გამოძიების პროცესში დგინდება რომ ესა თუ ის ჩანაწერი ატვირთულია სხვა ქვეყნიდან. 21 საუკუნეში ტექნიკური საშუალებები ისე არის განვითარებული, აგერ შევიდეთ ინტერნეტში, რამდენიმე შესაბამის ტექნიკურ საშუალებებს მე თვითონ გაყიდინებთ, სულ რაღაც რამდენიმე $10 დაგიჯდებათ და სამწუხაროდ შეგეძლებათ ვიზეც გინდა თვალთვალი განახორციელოთ, როგორც ინტერნეტ სივრცეში, ისე სხვა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ვიცი ჟურნალისტებისთვის და თითქმის ყველასთვის ცნობილია. ნიკა გვარამიას და პატა ბურჯულაძის პირის გამოქვეყნება მე გეტყვით რას ემსახურებოდა. აი პირდაპირ გეუბნებით. როცა ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკურად არის გაკოტრებული, რომელსაც არანაირი პერსპექტივა არ აქვს და ბევრი მათგანი მოსახლეობას უბრალოდ ვერ ხვდება. იმიტომ რომ ისეთი დისკომფორტი აქვს, რომ ვერ ახერხებენ მოსახლეობასთან დალაპარაკებას. როცა ასეთ ვითარებაში არიან და ხედავენ, რომ მათი პოლიტიკური პერსპექტივები არის ნოლი, ერთადერთი რაც შეიძლება მათ გააცოცხლონ, არის თემები, რომ ისევ გვისმენენ, ქვეყანაში კრიმინალია და ასე შემდეგ. აი ამ თემების გაცოცხლება უნდათ, რომ მომავალში არჩევნების შემდგომ, როცა მათი დამარცხება გარდაუვალი იქნება, თავი რაღაც უნდა გაიმართლონ. უნდა თქვან რომ დამნაშავე ვართ არა ჩვენ, არამედ რა თქმა უნდა ხელისუფლება, იმიტომ რომ ყველაზე მარტივია თითი გაიშვირო ხელისუფლებისგან. ყველა დღეს ხელისუფლებისგან არის ვალდებული ალბათ ამეთანხმებით, რომ გამოძიება აწარმოოს და კონკრეტული შედეგიც დადოს ამ შემთხვევაში მთავარი პროკურატურის. იცი რა, შეერთებული შტატების მთელი ხელისუფალი თავის საგამოძიებო ორგანოებით და ყველა მათი ძლევამოსილებით ვალდებული იყო კენედის კვლელობა გამოეძიებინა. თუმცა ვერ გამოიწვიეს ამასა. ასე რომ არის მით უმეტეს 21 საუკუნეში, სადაც ტექნოლოგიები ისეა განვითარებული, რომ ჩანაწერის გამოკიდება ეს არის იგივე რაც ოკეანეში კონკრეტული წვეთი ეძებოთ. თუმცა კიდევ ერთხელ მეორებ, არ გეგონოთ რომ პასუხისგებლობას გაუღრბივარ. მეტიც ჩემი ინტერესში შედის, როგორც პოლიტიკური ძალის, ქართული ოცნების წარმომადგენლის. ჩემს ინტერესში შედის, რომ რაც შეიძლება მალე იქნას გამოძიებული, რაც შეიძლება მალე მიიღოს საზოგადოებამ ამ კითხვაზე პასუხი. მეცაც გეტყვით, რიგ შემთხვევებში, სადაც არასამთავრობოები გვეუბნებიან, რომ აი ვიღაცას უსმენდნენ და არ გამოიძიეთ, ბევრი მათგანი იყო უბრალოდ ფეიკი. არ არსებობდა ასეთი რამე. უბრალოდ იმდენად ძალობს პოლიტიკური ინტერესი, რომ სამწუხაროდ ბევრი პოლიტიკური ძალა მიდის, ასე ვთქვათ, ამ პოლიტიკურ შანტაჟზე. და ცდილობს რომ ეს ამ სახით საზოგადოება შეუქმნა სტერეოტიპი რომ როდესაც იყო ფეიკი, ანუ მათი მოგონილი იყო.
გამოგონილი იყო. გამოგონილი. ის რომ მაგალითად არ ვიცი, გიორგი პაპუაშვილი გვიმტკიცებდა, რომ კონსაკონსტიტუციო სასამართლოზე არის ზეწოლა და რომ ასე ვთქვათ, მართლმსაჯულება ინგრევა ქვეყანაში. რეალურად თორე გავყევით და ის არც ერთ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ. კიდევ ერთი საკითხი. ეხლა ვიძახოთ, გამოვიძიოთ, რა უნდა გამოვიძიოთ, რაც არ იყო. გასაგებია. კიდევ ერთი საკითხი, რომთან დაკავშირებითაც მინდა გთხოვთ კომენტარი, ეს არის რესპუბლიკური პარტიის წევრთა განცხადებები. მაგალითად, გადავაწყდეთ დღეს თინა ხიდაშელის კომენტარს, გულისხმობ წინასაარჩევნო გარემოსთან და არჩევნებთან მიმართებაში. ასეთი სამარცხვინო არჩევნები არ მახსოვს, აი დუბინკას რომ მირტყამდნენ, ისიც კი არ იყო ასეთი, ის ძალადობით გამორჩეულია, ეს კი არის სამარცხვინო. კიდევ ერთი ციტატა მინდა წაგიკითხო, თამარ კორძაია ამბობს, რადგან უსამართლოდ გვირტყამენ, ჩვენ ძალიან ბევრ ინფორმაციას გავახმოვანებ და ეს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებს ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს. ხათუნა სამნიძე. ის ჩვენ პარტიას გვესაუბრებოდა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობაზე. დავით უსუფაშვილს თავაზობდა ამას, პარტიას თავაზობდა ამას, არაერთხელ ყოფილ ვარ მე ამ შეხვედრებზე, ჩვენ მას ვთხოვდით, დაბრუნებულიყო და ყოფილიყო პრემიერ-მინისტრი. კოალიციაში განსხვავებული აზრი იყო ჩვეულებრივი რამ, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი პარტნიორები ამას ვერ იტანდნენ, მას ძალიან უჭირს რესპუბლიკური პარტიის გარეშე. ეს ყველაფერი მოყვა ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს, რომელიც მან გააკეთა დღეს და სადაც ასევე მან კატეგორიულად უარყო დავით უსუფაშვილისთვის პრემიერ-მინისტრობის პოსტის შეთავაზება. რა ინფორმაციის გამჟღავნებას ელოდებით, საინტერესოა, თუ ელოდებით ყოფილი პარტნიორებისგან, რომელმაც შესაძლოა მათივე განცხადებით თქვენ შეგექმნათ უხერხულობა. მაგრამ კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ წაიკითხოთ ის პირველი ციტატა, რაც ქალბატონმა თინამ სოციალურ ქსელში გააჟღერა. გთხოვთ ძალიან კიდევ ერთხელ წაიკითხოთ. რა არის განსაკუთრებული? ასეთი სამარცხვინო არჩევნები არ მახსოვს, აი დუბინკას რომ მირტყამდნენ, ისიც კი არ იყო ასეთი, ის ძალადობით გამორჩეული, ეს კი სამარცხვინო, ანუ ის იყო ძალადობით გამორჩეული, ეს არჩევნები კი არის სამარცხვინო. და ამით არის გამორჩეული. მაგრამ უბრალოდ ვინმე შეჯერა ამისი. აი უბრალოდ როცა ვსაუბრობთ რომ თინა ხიდაშელს, რომელმაც ეს კომენტარი ყოველგვარი არგუმენტის გარეშე, ყოველგვარი კონკრეტული ფაქტის გარეშე, ყოველგვარი მინიშნების გარეშე, როცა ადამიანი პოლიტიკოსი თეთრზე გეუნება რომ შავია, ძალიან უადვილდება ამ არჩევას არჩევანი გააკეთოს. ძალიან მარტივია არჩევანის გაკეთება. იმიტომ რომ ჩვენ ყველა 3,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობთ ამ ქვეყანაში. ყველა ძალიან კარგად გრძნობთ. მით უმეტეს მე ვარ მაჟორიტარობის კანდიდატი თელავსა და ყვარელში და ვხვდები მოსახლეობას, რომელიც არის პირველ რიგში ლაღი თავისუფალი, კახელებს აქვთ ეს სიალალე სილაღი. მათთვის თავისუფლების წარდგენა ეს არის კატასტროფა. არ არსებობდა წინა წლებში არჩევნები, რომ თელავს ოპოზიციური ძალისთვის არ დაეჭირა იმდენად, რამდენადაც მათ ეს პროტესტის და თავისუფლების მუდმივი დამცველები. აი რო ხვდები ამ მომრჩევას. არ უჭერს ოპოზიციურ პარტიებს მხარს თელავი. თელავი და ყვარელი მხარს უჭერს იმ ძალას, სადაც არის თავისუფლება, სადაც არის კეთილდღეობა, სადაც არის მომავალი. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ამიტომ გეუბნებით, აი როცა ადამიანებს ხვდები და მათ შორის საუბრობ, აი რა საარჩევნო გარემო აქვს. ნუ აი ყველა არის ძალიან თავისუფლ, ყველას აქვს, რაც ძალიან მომწონს განცდა, რომ რა პრობლემები თავისუფლებაზე და იმაზე აღარ გელაპარაკებ, იმიტომ რომ ის მიიღო, იმიტომ რომ ეკუთვნის და ეს სწორია, ეს მართალი არის. მათ აქვს განცდა, რომ რა პრობლემებზე საუბრობენ, ამაზე ხელისუფლება ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს. აი არ ვიცი, ხა 3,5 მილიონი ცხოვრობს ამ ქვეყანაში. და თუ ვინმე იტყვის და გაიმეორებს ამ სიტყვებს, რაც ქალბატონმა თინამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სამარცხვინო არჩევნებია იმაზე უარესიო, ვიდრე დუბინკებს გვიჭერდნენ. ერთ-ერთი პოსტის ქვეშ იყო კომენტარი. აი თუ ვინმე ასე გულწრფელად იფიქრებს, არ ვიცი, ალბათ ის ამ ქვეყნის სხვა განზომილებაში ბატონო ირაკლი, მართლაც აი დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით მინდა აუცილებლად გითხოთ, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან შესაძლო დესტაბილიზაციაზე უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც საუბრობს ქართული ოცნება, კომენტარები კეთდება და ასე შემდეგ, ხოლმე ირმაინაშვილიც საუბრობდა რამდენიმე თვის წინ ჯერ კიდევ შესაძლო დესტაბილიზაციაზე. მე მაინტერესებს, ეს არის ოპერატიული ინფორმაციის შედეგად თქვენს მიერ ოცნების მიერ გასაჯაროებული გარკვეული დეტალები და ინფორმაცია, თუ ეს არის მხოლოდ მოსაზრებები? ეს ეკნება კონკრეტულ ოპერატიულ ინფორმაციას, მართლაც არის სამწუხაროდ ძალიან კონკრეტული როგორც ინფორმაცია, ასევე ფაქტები, რომლითაც აშკარა არის, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები გეგმავენ და შეეცდებიან ქვეყნის დესტაბილიზაციას.
მათთვის ცხადი არის რომ ისინი პოლიტიკურად არიან გაკოტრებული და არანაირი შანსი არ აქვთ რაიმე ტიპის თუნდაც მცირედი სახის წარმატებას მიაღწიონ. ამიტომ წინასწარ განსაზღვრული აქვს რომ სიტუაცია აურდაურიან რომ როგორმე ერთის მხრივ გაამართლონ საკუთარი მარცხი, მეორეს მხრივ კი იქნებ ამ დესტაბილიზაციით გარკვეულ რაღაც უკმაყოფილების სხვა პოლიტიკური ძალების უკმაყოფილებით გარკვეული ერთობა შექმნან. აი ეს არის მათი სცენარი. ამ სცენარში ისინი ტაქტიკურ დონეზე საკმაოდ ბოროტის რახვებით არიან გამშვალული. ეშმაკი ვერ მოიშორეს. აი ეშმაკი აზრით, რომელიც პირდაპირ აფიქრებინებთ, რომ როგორმე აურდაურიონ ეს ქვეყანა. რაც ვერ მოასწრეს ხელისუფლებაში ყოფნის დროს. არის ამის შანსი ბატონო ირაკლი და დაგემშვიდობთ. იცით რა პირდაპირ ვურჩევ ამ ადამიანებს, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ლიდერებზე არ ვსაუბრობ, იმათი გამოსწორება არ იქნება. რაც არ უნდა გვეფიცონ, რომ წამება აღარ იქნება, ბიზნესმენს აღარ გაატყავებენ და სასამართლო დამოუკიდებელი იქნება, მათი ფიცი. თუმცა ქალბატონი სანდრა რულოვსი წინა საარჩევნო შეხვედრისას ამბობდა, რომ მიშა სააკაშვილის გზის გაგრძელებას გეგმავს. ხო, თუ იმ გზის გაგრძელებას გეგმავს და პარალელურად მან ასევე განაცხადა, რომ აღარ იქნება ძალადობა. მით უმეტეს გაუადვილდება, თუ იგივე გზის გაგრძელებას აპირებენ, მით უმეტეს გაუადვილდება ამრჩევას არჩევანის გაკეთება. მე პირველ რიგში მინდა მიმართო არა ლიდერებს, იმიტომ რომ იქ მათი გამოსწორება არ შეიძლება. მე მინდა მიმართო იმ ადამიანებს, ვინც ნებსით თუ უნებლიეთ, პირდაპირ თუ ირიბად ამ პროცესის ბრმა თანამონაწილენი შეიძლება გახდნენ. იციან ახლა მე ვიზეც ვსაუბრობ და ვის ვერ ლაპარაკები. თავი შეიკავონ რაც შეიძლება დროულად. მე ვსაუბრობ იმ ადამიანებზე, რომლებიც შეიძლება ამ დესტაბილიზაციის შემოქმედების შემსრულებლები გახდნენ. მე მათ მოვუწოდებ. უნებლიე შემსრულებლები თუ მე ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ ბევრ ადამიანს გონია რომ შეიძლება კარგი იყოს ამ ქვეყნის არევდარევა. აი ასეთ დონეზეა მისული. ამიტომ მე მათ ვურჩევ, რომ თავი გაანებონ, მოიცილონ ეს შმაკი. მოიცილონ და მაქსიმალურად ყველამ ერთად აი პრემიერ-მინისტრი ყოველთვის მოუწოდებს ხოლმე აი სიყვარულით, ერთობით ვაშენოთ ეს ქვეყანა. ძალიან დიდი მადლობა. ყველა იქნება დაცული აბსოლუტურად. ის სტერეოტიპი აი რაღაცა რომ აუცილებლად ერთმანეთი უნდა გვეზიზღებოდეს, ეს სტერეოტიპი ინგრევა. არა, არ უნდა გწულდეს ერთმანეთი ნამდვილად. ძალიან ეშინია რომ ინგრევა, იმიტომ რომ იქ სადაც არის თავისუფლება, სიყვარული, შვიდობა, კეთილდღეობა, კაცთმოყვარეობა, სამწუხაროდ ზოგიერთი პოლიტიკური ძალის ადგილი იქ არ არის. მადლობა. 2030 შეკითხვებს ირაკლი სესიაშვილი პასუხობდა, ასეთი იყო 15 სექტემბრის 2030 ყოველდღე 24 საათის განმავლობაში რეპორტაჟების და დღის ყველა სიახლის ნახვის საშუალება გაქვთ საინფორმაციო სააგენტო 2030-ის გვერდზე 2030.news. მე მაკაცინცაძე ვარ, ხოლმე გემშვიდობებით, დროებით.